რატი გამარჯობა. გამარჯობა ჩემო. დიახ ბატონო ზელენსკი ცნობილი ნაც ქვეყანა სახელად უკრაინიდან. დიახ ვოლოდიმირი როგორ ახარ? მიიღე ჩვენი ქართველი ხალხის $200? აჰა, ძალიან კარგი. და როდის იქნება ხლაპუშკა, რომელიც ამ $200-ით ჩვენ ქართველმა ხალხმა შევიძინეთ? აჰა, იქნება, როდის არის, მაგრამ იქნება. კარგი, აი ამას გადავცემ მე ქართველ ხალხს. მადლობა ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობილი ნაც ქვეყნიდან უკრაინიდან. დიდი მადლობა. ოღონდ აწე ამ ნომერზე აღარ დარეკო. რამე თუ ისმინება ლევან ხაბეიშვილის მიერ, რომელიც არის სუსის აგენტი, მაგრამ სინოდლეში ყოვლად მსმენელი და ყოვლად ვხედავე. ქართული არ გესმის? კარგი. გამარჯობა რატი? გაგიმარჯოს მათე. 31 ივლისი თენდება. კი ბატონო და ვიმყოფებით ჩვენ სად? ბუნკერში. ბუნკერში თბილისის ყველაზე ესეთ რა ქვია, არა პრესტიჟულ, არა მდიდარ, არა ღარიბ, არა ბოგანურ, მაგრამ ყველაზე აი ესეთ რა, ყველაზე მიდულ კლას უბანში ვიმყოფებით თბილისის. და ყველაზე სიმართლის მთქმელ უბანში მოდი ასე ვიტყოდი. მთელი საქართველოს ელიტის ყველაზე კარგი შვილები, ჩემი ჩათვლით. შობილნი არიან აი ამ უბანში. კი ბატონო. მაყურებელმა გამოიცნოს რომელ უბანზეა საუბარი და ვინც გამოიცნობს რომელ უბანზეა, კერძოდ რომელ ქუჩაზეა ლაპარაკი. ის მიიღებს სოციმ მერჩს, რომელიც არსებობს ნამდვილად. ხო. ესე იგი, რამ შევკრიბა დღეს აი ამ უშვენიერეს დღეს 31 ივლისს დილას? მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ესეთი რა ქვია, ცხელი დღე ორი მიზეზით. ერთი რომ გარეთ ძალიან ცხელა და კონდიციონერი გვეხმარება რომ სული არ დავხაფოთ, ვცდილობს ყოველ შემთხვევაში და მეორე ცხელი დღე არის ქვეყანაში. ცხელი დღე არის ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად არის გადასარევი დღე ქვეყანაში. რამე თუ მე ვიტყოდი რომ საქართველოს დიდგორის თუ არა მინიმუმ ხურესილის ბრძოლის შემდეგ ესეთი დღე არ უნახავს. კი ბატონო, და არის ეს დიდებული ბრძოლა. შიდა ბრძოლა, მე ვიტყოდი. შიდა ბრძოლა, კი. და საქართველოში მოდი ვთქვათ, რომ შიდა ოპოზიციური დაპირისპირება. მე ვიტყოდი, რომ ბრძოლა ჯერ აქ იწყებოდა. კი. პირველი აქ იკაფებოდა გასაკაფი და მერე მიდიოდა გარე მტერთან. რაც ამ შემთხვევაში გარე მტერი არ არის, მაგრამ ყველა მიცის ის ვინც არის. ეკო დავადოთ, ხსავი ბრჭყილი ისზე. ნახე ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, რომ ჯერ შიდა მტრები მოგეცილებინა და მერე წასულიყავი გარე მტერზე. ეხლა ეს ზოგისთვის შიდა მტრებში იგულისხმება ქოცები და მერე გარე მტერში ის იქნება იგულისხმება რუსები. მაგრამ ჩვენ შიდა მტრებზე მანამდე გვყავს კიდე შიდა მტერი, რომელიც არის ყვლე ოპოზიცია. კი ბატონო. ყვლე ოპოზიცია, რომელმაც დღეს თავი ჩაირეცხა. და მოდი რას ვგულისხმობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მოდი გავხსნათ ეს თემა. მოდი მივყვეთ, მოდი ცოტა ქრონოლოგიურად რა. თავიდან იყო რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გადაწყვეტილია იმ კუთხით, რომ აი არჩევნებში მონაწილეობას არავინ არ იღებს და უცებ ბრახ. შენ ძალიან შორიდან მოდი. ახლა უცებ მოყვები ამას. ქართველმა ხალხმა პირველად პირველად ამ ბრძოლის ამახალ ეტაპზე მოდი ესე ვთქვათ, მიიღო პირველი დარტყმა და ღალატი, ჯერ ერთი პარტიისგან გახარიისგან, რომელზეც რავი ღალატად თუ ჩათუ არ ელოდებოდი, ხო, რა ვიცი, ხო, ცალკე ამბავია, თუ ხამს არ უყურებდი და შენ არ იცოდი რომ ის მოღალატეა, მაშინ ეს შენი პრობლემაა. კი ბატონო. მაგრამ ხო, მეორე დარტყმა მიიღო ლელოსგან და მე ორივე ერთად ამბობენ იმას, რა ქვია, დიახს ბიზნა ივანიშვილის არჩევნებზე, რუსულ სპეცოპერაციაზე, კი ბატონო. რაც იდეაში აქ უნდა დამთავრებული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ გაიასნდა. ხო, გადაილახა რა, ყველაფერი გასაგებია, ისინი იქით, დანარჩენები აქეთ. თუმცა ჩვენ ვიცოდით, ჩვენ მაღალ განათლებულმა და მაღალ ინფორმირებულმა ხალხმა ვიცოდით, რომ ყველაფერი ჯერ არ იყო გაიასნებული, რამე თუ აქეთაც დარჩნენ ყვლეები. კი ბატონო. დიახ. და ვინ არიან ახლა ეს ყვლეები და რა უნდათ საბოლოო ჯამში? ვინ არიანზე მოდი ამაზე მე მივიდეთ, მაგრამ რა უნდათ ეს ცალსახად არის ის, რომ ის რაც ლელოს უნდა, რომ თვითონ იყვნენ ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა. კი ბატონო. განსაკუთრებით ერთი ადამიანი ნაციონალური მოძრაობაზე, რომელიც ახლა თქვენ ყველა ხვდებით, იმიტომ რომ ამ ვიდეოს სათავე წაკითხული გაქვთ. ეს ადამიანები, გავაგრძელოთ მოკლედ ქრონოლოგიურად მივყვებოდით, ლელოს და გახარიას ღალატზე, რომელიც ღალატი არ იყო, ველოდებოდით, გასაგებია. მე ვითომ გაიწმინდა ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერი არ გაწმენდეირაო.
დარჩენა მაინც მე შეიქმნა 8 პარტიის ერთობა. რომელიც თავის სასახაც საციალო არის, იმიტომ რომ შექმნეს, იმიტომ რომ თითქოს აჩვენენ რომ აქეთ უფრო მეტნი ვართ და ეს 2-2-ზე დაპირისპირება კი არ არის, ეს არის რეალურად ის, რა ქვია, 8 versus 2 დაპირისპირება ბიზნეს წინააღმდეგ. მაგრამ ეს ცალსახად ყლეობა, იმიტომ რომ რატო ეხლა ნახე, 8 ფაქტობრივად ცალსაკე მოთამაშე გამოჩნდა. და რა ჩემყლეთ გინდა რა ცალსაკე მოთამაშე ამ ბოლო მომენტში, ან რა ვიცი, მე როცა ყველაფერი გაგებული არის. 8 1-ისთვის და 1 800-ისთვის. ხო, არ ვიცი. მაგრამ სინამდვილეში ეს აღმოჩნდა ესე 8 1-ის წინააღმდეგ და 1 8-ის წინააღმდეგ. ხო. და ეს ერთი პარტიას კი არ არის, ერთი ადამიანია საბოლოო ჯამში. ნუ მოკლედ ეს 8 შედგა, მაგრამ ამავდროულად კიდე ერთი კოორდინაცია იყო იქით პატა ბურჯულაძის და ლევან ხაბეიშვილის. სახალხო გმირის. რომელზეც მე ყოველთვის ამბობდი, მაგრამ მაგას მეუბნებათ, რომ კაი კაცია მეთქი რა. და ამავდროულად ეხა გამოჩნდა ეს, რომ ლევან ხაბეიშვილი ყველაზე კაი კაცია, იმიტომ რომ რავი გამოაქვს ინფოები კოცებიდან, ამან კოცები ჩააგდო ჯერ პანიკაში და მე კოცმა რა ვერაფერი ვერქნეს და რომ გამოჩნდა რომ კოცები ხაბეიშვილს ვერაფერს ვერ უშვებოდნენ, მე უკვე ოპოზიცია ჩააგდო პანიკაში. იმიტომ რომ აი საკაცო ეგ სოფლელი რანაირად მე უნდა დავემარცხებინა ივანიშვილი. ეგ ერთი და მოიცა კაცო ეს მართლა იბრძვის ანუ. ვაიმე, როგორ შეიძლება კაცო ეს რა ემსაბობს ეს კაცი გამაგიჯებს, თან ეგ ხო სოფლელია ინგლისური არის ის. ეს ერთი და მეორე კიდე კაცო, მოიცა ბრძოლა, ის რა ქვია, ვაკის მე-4 სართულის გარეთ შეიძლება? ხო, მოიცა, აი ბორჯომში ტრენინგებზე რო ვიყავი, ეგ არის ყო ბრძოლა? რა არის ეს ვერ გავიგე. ნუ მოკლედ. ახლა ესე რომ უცებ მიხეილ სააკაშვილმა არა მე მაინც ხო გავაკეთე მემიკი ქართულ ოცნებაზე ეს არ იყო სად ამან ვერ დაანგრია ოცნება ეხლა ერთ ჩვენს გვეხება პირდაპირ არა ჩვენ ეხლა ნუ კარგი ეხლა ეს მემიკები არ არის მოდი ვთქვათ ის არის ეს რა ქვია შეხედე გაიცინე მემიკებია აი კალაძეს რო აკეთებდნენ რაღაცა ყლევებს მაგრამ მეორეც გავაკეთე მე დღეს ვიწუწავე შენ პერფორმანსს გულისხმობ და არა მე რას ქვია კაცო არ დაინგრა ოცნება მე ხო ვიწუწავე და ვაჩვენე ამით რომ ლაღი ვარ ისე ამან ძალიან ცხადყო რა ისე ორი საქართველოს იდეას რო დაუბრუნდეთ რა ხდება რუსთაველის გამზირზე ის ხალხი ყველა იქ არა რა თქმა უნდა 200-დან ყველა არა მაგრამ ზოგიერთი ვისაც რა სამწუხაროდ მიყავს პარადი კი არა უბრალოდ ჩანს რომ პარადი მიყავს ეგენი რომლებიც წუწაობენ და აქეთ მეორე მხარეს ლევან ხაბეიშვილი რომელსაც ძმაკაცი დაუჭირეს კოცებმა. აი რატო? იმიტომ რომ თვითონ ლევანს ვერ უშვებიან ვერაფერს და რა გავაკეთოთ და საინტერესო ამბავი ისაა რომ ეს საბოლოო ჯამში ნახე არის იდეაში პერიფერიიდან დაწყებული ბრძოლა მე ასე ვიტყოდი რა იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილის რეიტინგი ისე იზრდებოდა რომ ეს ხალხი საერთოდ ყურადღებას არ აქციოდა. კი ბატონო. ანუ აი საერთოდ არსაიდან სანამ ლევანმა არ დაიწყო ეს სუსის რანუ ქართული ოცნების ამბების გამოტანა და whistleblower-ი არ გახდა მანამდე ნუ იყო რავი ლევან ხაბეიშვილი ხო იქ რაღაც მარკეტინგში დადის რა რაღაცებს აკეთებს ვიღაც სოფლელი ინგლისური გვარი დანში ხალხს ელაპარაკება ეგ კაცო ეგენი ხალხი არიან მაგას უნივერსიტეტით არ ექნება დამთავრებული ბაიცა ლევან შენ ეხლა დაგეძრევა ილიას საერთაშორისო სამართალი არა აქვს დამთავრებული მაგრამ ხო ვაფშე რა ახნეთ ხაბეიშვილს დამთავრებული რაღაცა ხო რაღაცა იქ ყველა ტაქსისტებს აქვთ ბოლო დამთავრებული რამშველობა ნუ მოდი ვთქვათ რომ მას ევროპულ უნივერსიტეტში გადათლება არ მიუღია რაც სასახად ბუ ლევან GPA რამდენი გქონდა შენ ჰაიეკი წაკითხული ოღონდ სელმა ჰაიეკი ხო ნუ მოკლედ არა მოდი ისიც ვახსენოთ რომ ჯერ თავიდან რაზე დაეჯვა პირველად იმაზე ის რო ვახსენე რა ქვია პაკისტანელების და ეს რაღაცე ინდოელების ამბავი რო ვახსენა და მაგაზეც რო იმენა გადაუარეს რომ აუ ლევან ხო ეს რა თქვი კაროჩე რა ანუ ჩვენ ვაფშე სხვა ხალხი ვართ აქტუალურ ჩვენ სხვა რამეზე ვიბრძვით რეებს აკეთებ და ნუ კაი ეს დავიკიდოთ რა მაგრამ ბიჭო ანუ აქ სასაცილო რა არის ეს ყველაფერი ეს ხალხი ეს ოპოზიცია თუ შეიძლება მას დავარქვათ რა ანუ ლაპარაკობს რაღაცა იდეებზე რაღაცა არ გეგმებზე რაღაცა არ ვიცი იმაზე რომ ხო იწერს ეს იმედია კი თიმციმებს კი ხო განაგზეთ ხო და რაღაცებზე ლაპარაკობენ ბიჭო და აბსოლუტურად არ ან ყველას ყლეზე კიდი აი დარწმუნებული ვარ რომ ამ ქვეყნის 3%-ის გარდა
ჭანდაბას 4%-ის გარდა ყლეზე კიდია ყველას. ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. და ლევან ხაბეშვილი ნამდვილ სოციალურ პრობლემებზე საუბრობდა და საუბრობს. და ეხა ის მაღალ ცხენზე შემომჯდარი ილიაუნის საერთაშორისო საბართლის დამამთავრებლები, რომლებაც ინგლისურიც იციან და ალბათ ესპანურის რაღაც ნაწილი და შეიძლება ფრანგულისაც კი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია კვდება. ლევან ხაბეშვილი ადრეს კიდე მიდის ხალხთან და ეუბნება, რომ გაჯვამენ თავზე. რაც ანუ ერთ და იგივეა საბოლოო ჯამში, მაგრამ ის ამბობს ამას ისე როგორც უნდა ითქვას და ესენი ამბობენ, რომ გიგაბოკერიას ენაზე საუბრობენ. მოდი ესე ვთქვათ. ხო და ნუ კარგი რა. ხო და ამათ ეგრეთ თუ ეს სოფლელი ხა ეს ვიღაც სოფლებს ელაპარაკება რაღაცა 3% აქ რეიტინგი. ჩვენ ის 80% ვისაც ევროკავშირში უნდა ისინი ჩვენები არის. ჩვენები არიან და უი აღმოჩნდა. ხო და მან კაცო ევროკავშირის ხო ცალკე იყლეობა ამბავი არის ის რომ ამ ხალხს ნუ ხალხს რა ისევ ამ პარტიებს გონიათ რომ ხალხს ევროკავშირი მართლა იმიტომ უნდა რომ ეს რა ქვია დემოკრატია და მრავალფეროვნება და ეს რა ქვია რაღაც რომ ადამიანის უფლებები და რავი ძალიან მარტივად არის კაცო იმას უთხრეს რომ იქ პენსია მაღალია და მორჩა ანუ რავი და უთხრეს რომ ხელფასი მეტი გექნება რა თუ ამას ბევრი ლაპარაკი. არა არც უნდა კაცო რა. ესენი ხო ესენი რაღაც იმებზე ფოკუსირდებიან რა კაროჩე რომ აი რაღაც ეხლა იცი რა არის გეტყვის სტრასბურგში როგორ ეგამები რა მე დამთავრებული მაქვს ეს გავიარე კაცო მე ტრენინგი მაქვს ის გავლილი საერთაშორისო სამართალი კარგი რა შემეცი ბიჭო და ხო ახლა ეგ ვერ გავი მე მაჟვამ თუ ოპოზიციას და შენ წაიყვანე ხა სტრასბურგზე საერთოდ და საერთაშორისო სამართალი ყველგან სადარი ხო და მოკლედ შენ ახლა მტრები აგერევა და საერთო ბრძოლას წააგე და ფრთხილად იყავი რატი ერთიანობა შევინარჩუნოთ ყველაფერს ოღონდ მე რომ მინდოდეს ეგეთი ერთიანობა ну მოკლედ რა საბოლოო ჯამში და ბრახ ამასობაში მიშა გამოდის და ამბობს ლევან ხაბეიშვილის დაჭერა უნდა სუსტ და პლუს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ანუ ლევან ხაბეიშვილი არის სახელოვანი ფიგურა აქ და უცებ გასკდა ის რომ ვაიმე ლევან ხაბეიშვილი მიშალაპარაკობს და სუს ლევან ხაბეიშვილის დაჭერა უნდა და უცებ ვიღაცებს ტაკონებს და ცეცხლი მოელამუნათ რომ ბეჭევი დაჭერა რატო არ უნდათ ხაბეიშვილის და მიშა ჩემზე რატო არ პოსტავს და ეს ვიღაცა ესე რა ქვია არ დავასახელებ სახელს და გვარს თამარა ჩერგოლეიშვილი მაგალითად გამოხდნენ რომ აიმე ხაბეიშვილი დელუზიებში ეს 4 ოქტომბერი რაღაცა 4 ოქტომბერი თარიღი როგორ შეიძლება დაასახელო და რაღაცა და აქ სისულელე რა არის ეს ხო თამარა ჩერგოლეიშვილი ეხა რა არა და ყულე არ არის თამარა ჩერგოლეიშვილი ნუ არა მაგაგებით ყლებოდი თქვათ რა ყულე ბევრი სახის არსებობს და იცის რომ ლევან ხაბეიშვილი რომ ამბობს 4 ოქტომბერს მიუხედავად როდესაც ლევან ხაბეიშვილი ამატებს იმას რომ 4 ოქტომბერი შეიძლება ის იყოს რა ქვია არა თავარი დღე არის არამედ დედლაინი არის 4 ოქტომბერი მაგრამ თუ არ მოახერხე რამე ესე იგი მაგის მერე არ ხდება არაფერი და იცის რომ 17 სექტემბერიც გადის მაგაში 3 აგვისტოც 5 ივლისიც რომელიც იყო უკვე და 6 ოქტომბერიც. უბრალოდ ეს უნდა რომ ხაბეიშვილი რამენერად ჩამოწიოს ქვევით და ამბობს რომ 4 ოქტომბერის რევოლუციის თარიღის დაანონსება ეს დელუზია. და სინამდვილეში 4 ოქტომბერი რომ თუნდაც რომ ამბობდეს რომ 4 ოქტომბერს უნდა ვქნათო. ანუ როგორც ამბობს რომ 4 ოქტომბერი დედლაინია, ეს ხო რას ნიშნავს? იმას კი არ ნიშნავს რომ 4 ოქტომბერს რაღაცა უნდა მოხდეს. არასდროს არაფერი არ ხდება ტრეიდმარკ. მაგრამ შეხედე 4 ოქტომბერი ისე როგორც 28 დეკემბერი შეგახსენებ 28 დეკემბერს ზურაბიშვილი რო არ გასულიყო იმიდან რა ქვია და რო არ ჩაიკუკა ფრანგულად იმაში რა ქვია პრეზიდენტის სახლის რო დარჩენილიყო 28 დეკემბერს კი არ მოხდებოდა ეს რა ქვია საქართველოს უდიდესი ტრიუმფი არამედ მაქედან დაიწყებოდა შესაბამისად შეიძლება ყოფილიყო 1 იანვარი შეიძლება ყოფილიყო საერთოდ ან 7 იანვარი ან 12 მან საბოლოო ჯამში იმაზე არის ლაპარაკი რომ ეს ანუ ეს უნდა იყოს რაღაცის განცხადება რა ანუ რომ 4 ოქტომბერს ჩვენ რაღაცას ვამბობთ რა ვამბობთ რომ ანუ ვართ ყლეები ან ვამბობთ რომ არა ვართ ყლეები ან მეტი მან არაფერი არის საბოლოო ჯამში მაგრამ შენ შეხეხლა ძალიან კარგ თემას და მაყურებელო შენ მინდა რომ ახლა დაფიქრდე ზოგადად თარიღებზე იმიტომ რომ ჩემო მათე ნახე გავიხსენოთ მოდი თარიღები რომელიც შემოგთავაზეს ამ პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა და ყველა თარიღმა საერთოდ ჩაიჯვა რა დღეს ხო არგუმენტი ხო ეგ არის რომ თარიღების დაწესება არ შეიძლება იმიტომ რომ მცდარიმეებს შევქმნით რა ქვია წარმოდგენებს შევქმნით პროტესტზე და რაღაც ეგეთები პირველი რუსული კანონი რო პირველი არა ბოდიში მეორე რუსული პირველი კანონი ტრაქში გავუკეთეთ კონცეფტს მეორე რუსული კანონი რო შემოვიდა
მან ხო იმენა აი დიდი სტყნა იყო რა, კაროჩე ეს კანონი თუ გავიდა, აი всё რა წავაგეთ რა, კაროჩე. პირველი სხდომა არ უნდა ჩავატარო, მეორე სხდომა არ უნდა ჩავატარო, მესამე სხდომა არ უნდა, 10 წელი უნდა მოიგო. არ დავამტკიცებინოთ ეს ამბავი, ну კაი, კაროჩე, ცემები, დაჭერები, რაღაც კვლევები გავიარეთ რა, კაროჩე. ეგ ამბავი მორჩა. მეორე დაიქოქა ეს ტალღა, კაროჩე და მეორე ტალღა რო დაიქოქა, ხალხო დამშვიდით 26 ოქტომბერს რა ვიგებთ გამარჯვების დღე 26 ოქტომბერი. კაი ჯანდაბას მივიდა ხალხი 26 ოქტომბერს არჩევნებზე. ამ ხალხს უთხრეს რომ კი მოვიგეთ კაცო, მეორე დღეს ცესკო უთხრა რომ არაფერი მოგიგია, გააჯვის სახში, წავიდა ეს ხალხი სახში რა. იქიდან ვერ იყო პირველი სხდომა. ხო, ეს პირველი სხდომა. მერე ეს რა ქვია? აი, ბაიცა ბოდიში პირველ სხდომამდე იყო ორშაბათს ვიკრიბებდით. 4 ორშაბათი ესე ვიკრიბებოდით. ამის შემდეგი რა იყო ახლა ესა ყაველაშვილის გაპრეზიდენტება. ეს თუ პრეზიდენტი გახდა ძმაო, არა, მორჩა, დამთავრდა ქართული დემოკრატია, ყლეობა ძმაო, არ შეიძლება. დილის რაღაცა ყლეო რა, რომელი საათი იყო, გავარდი ქუჩაში მეთქი, აბა ქართველი ხალხი ავდექით, ჩემი ყლე რა ვიდგა 100 კაცი იქ მაქსიმუმ რა, ზამთარში დედის წყნაში. კაი, ესეც ანუ გავიარეთ რა, კაროჩე. არ დაიშალა ეს ხალხი საბოლოო ჯამში. ამის მერე რა იყო, კაროჩე. სრულად სისრულები 18 თებერვალი ვიზიტას დაბადების დღეა. ხო, რაღაცა იგივე. ჩავეშხაბოთ ხო, 31 დეკემბერი. ხო, თუნდაც. ვის კობახეთის განცხადება, რასაც საბოლოო ჯამში რაღაცა მოყვა ამ ქვეყანაში, მაგრამ იმ ჩაჯმის მერე, იმ 3-4 დღის მერე, რა ჩაჯმაც ქართულმა საზოგადოებამ ნახა. იმის მერე რომ ანუ აქ რაღაცა პროტესტი შეიძლება გაჩენილიყო, მე მაგის ზრდის საერთოდ არ მქონდა მაგალითად რა, იმიტომ რომ მეთქი всё მორჩა რა, წავაგეთ ყველაფერი, ანუ არ გამოვა, აი რაღაც long term-ში მაინც, უბრალოდ short term-ში მაინც არაფერი არ გამოვა რა, 1-2 წელი რაღაც სანამ ახალი ბრაზი დაგროვდება რაღაც რა. ესეც ანუ ქუჩაში დარჩა ხალხი, მართლა რაღაც 200 რაღაცა დედის წყნა დღე არის, მაინც ქუჩაში არის ხალხი და აი ლევან ხაბეიშვილი რო იყო ეს ახლა 400 ხალხი ვიკრიბები და შენ ძალიან ბევრი თარიღი გამოგრჩა ბა. ბიჭო, ხო, ანუ ხოლმე მიუყვეთ და მე ერთი რაღაცა მაქვს ათქმელი. ბარი მაგას ეხლა ვიტყვი. ეხლა ვიღაცა სანამ ამ პალასაზე ვარ, ვიღაცა დედამოტყნული გამოვა და იტყვის რომ ეხლა მე შენ მე რა თქვა 4 დღეში ესე გავაგრძელოთ და ვიმარჯვებთო ვიღაცა. ხო, სწორი, ესეც პასუხის განაცემია. ამაზე პასუხი გასცემი არის ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ასე თუ გავაგრძელებთ 4 დღეში გავიმარჯვებთო. და ასე არ გაგრძელებიათ 4 დღე. გადადგა თუ არა შაიშველაშვილი, ეგრე გივიმარჯვეთ, აკრძალებს თუ არა ისინი რა ქვია ფეიერვერკები, всё, გავაგრძელებთ შვიდობი არის, ეს თალსახად ჩადობილი იყო ეს ფეიერვერკები. ამიტომ ხაბეიშვილი მან არასწორი კი არ იყო. ხაბეიშვილმა შეიძლება სწორადაც თქვა კიდევაც და ალბათ თქვა კიდევაც, რომ ეს ფეიერვერკები და ეს დესტრუქციული პროტესტი რო გაგრძელებული იყოს, deep state-ი გაიმარჯვება საქართველოში, რაც სულ იქნება თალსახად. მაგრამ ამავდროულად შენ გამოგრჩა ხა ძალიან ბევრი თარიღი გამოგრჩა 31 მარტი ზურაბიშვილი რო და შეხო ხო ბაზარები 26 მაისი 19 ივნისი 19 ივლისი და ეხა კიდე აგვისტოში ალბათ 19 იქნება 19-ს ის არის ფერის ცვალება თუ რა 19-ში ფერის ცვალება კი მაგრამ ამავდროულად კიდე შენ გამოგრჩა ბევრი საწარი ის რა ქვია ეს გაერთიანებები რომ მოხდა ერთი 7-ჯერ რა თარიღები არ არის სალობის გარშემო გაერთიანება რაღაც წინააღმდეგობის პლატფორმა ვერენზრევის პლატფორმა მე რაღაც ძილის პლატფორმა რაღაცები რა ვიცი ეხა დასვენების პლატფორმა იქნება აგვისტოში მე იყო რა ვიცი მე არ არის იყო კიდე პროტესტი ბაკურიანში სრიალი აი რამდენი ყლევა მოხდა ბიჭო და ანუ ამდენი ხაბეიშვილის 4 ოქტომბერი არის ეს არის აი ხო ეს არ შეიძლება რა აი მართლა ბიჭო ნორმალური ადამიანი რო შეხედავს ამ ყველაფერს სულ რო არაფერი არ მოხდეს აი დაუშვათ რომ არაფერი არ მოხდა 4 ოქტომბერს რა ანუ მე რა ანუ ამით ვის რა აკლდება აი მითხარი არის არაფერი არ აკლდება კაცო გარდა იმისა რომ ჩავიჯვით მაგრამ ხო ეს ძალკე პრობლემა არის კაცო რომ ხო გასაგებია რომ აი ქუჩაში ხალხი არ გამოვიდა და რა ანუ მოკვდება პროტესტი ხო ყლეობა პროტესტი არ მოკვდება ეს ერთი მე მეორე ანუ ლევან ხაბეიშვილთან რამდენი ხალხი გამოვა ეს ხო სახა იქნება და გამოჩენდება ანუ ამ ლევან ხაბეიშვილის იდეას რამდენი მხარდაჭერა აქვს თუ არ აქვს ამას მხარდაჭერა ხო გასაგები იქნება რომ ისედაც ჩაიჯვა ამ პროექტმა ხო წინასწარ რატო უთყნავ დედას აი წინასწარ რატო ვაკეთე მაკლეობას რიტორიკული შეკითხვაა თუ რიტორიკული კითხვაა რა თქმა უნდა ნუ ვისაც აინტერესებს იმიტომ უთყნავენ რომ ლევან ხაბეიშვილი შურთ იმიტომ რომ დღეს ოპოზიციური პოლიტიკოსები და ლევან ხაბეიშვილს მიდი აბა შენ მოარტყე ცოტა ხელი და მეც აი როგორ მუშაობს გუნდური კოლაბორაცია აი ერთიანობა შეიკრა რას მომდი ლევან ხაბეიშვილს შურთ ლევან ხაბეიშვილს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ყველა ოპოზიციონერთან შედარებით დღეს ბაბლიც კი ეს მაგაზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ ეს ხო ცალკე ახლა ბაბლის ამბავი კი მაგრამ მაგამდე ჯერ ხო
ლევან ხაბეშვილს აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. ესენი ყველა რო შეიკრან, ჩერგოლეიშვილი თავისი 0.8%-ით რო შეიკრას, მაინც ის იქნება, რა ქვია, ცალსახა იქნება, რომ ლევან ხაბეშვილს აქვს მეტი რეიტინგი, ხო რა, ანუ საბოლოო ჯამში სურათი ასე ჩანს, მოდი ვთქვათ, რომ ლევან ხაბეიშვილის დაძახებულზე უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვიდრე ყველა პარტიამ რო ერთად დაუძახოს ამ ხალხს რა. კი ბატონო, ცალსახად. და ეს ნელ-ნელა კიდევ უფრო ასე იქნება და ეხლა მივედით ბაბლზეც კი. თელი ლურჯი პსიჩკები Facebook-ზე, ეს რა გადაწყდა. ბიჭო რომ ესა ბაბლი და ნაციონალური მოძრაობის ყველაზე რადიკალი წევრი, რომელიც ნამდვილად არ არის რადიკალი, ნორმალური წევრია, ისე როგორც თლიანი ნაციონალური მოძრაობა არის ნორმალური წევრებით სავსე, მაგრამ ხმამაღლა ნორმალური წევრია და ბაბლი, რომელიც არანორმალურები არიან, გადაიკვეთნენ ვის წინააღმდეგთან? ბაბლის გმირების, ჰელენა ხოშტარიას და თამარ ჩერგოლეიშვილის და ძმანდა დანი მათნის წინააღმდეგ. რომ ეს რავი მე ვიღაცა გამოსირებულები არიან აქეთ და ნაციონალური მოძრაობა და ბაბლი არის აქეთ. სადამდე მივედით. მოდი ვთქვათ, ერთი, ესე იგი, მემარცხენეებს ეზიზღებათ ხაბეიშვილი, იმიტომ რომ სოციალურ პრობლემებზე ეს უფრო მეტად ლაპარაკობს, ვიდრე ყველა მემარცხენე ერთად და ამას უფრო მიყვება ხალხი. მემარჯვენე ტიპებს, რა ვიცი მე, მემარჯვენეებს რა მოდი ჩერგოლეიშვილის გული ხარ შემთხვევაში, ანუ არევასება, იმიტომ რომ პროდასავლელი ხალხიც კი ხაბეიშვილს უფრო უჭერს ხარს, ვიდრე თამარა ჩერგოლეიშვილს უჭერს ხარს. კიდე რა ვიცი რა ვთქვა, ანუ დაიტოვეში ლევან ხაბეიშვილს აქვს ხარ ნენსი ვოლანდმა დაწერა რომ ლევან ხაბეიშვილი დავიცვათ. რა ვიცი, დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს დაწერა პოსტი რომ ლევან ხაბეიშვილი, ანუ ნორმალურ ხო, ანუ იგივე პოინტი რა, რომ კაი, ოკეი, არ ეთანხმები, მაგრამ ხეს რატო უშლი, კაცო, კი ბატონო. დათო აბზიანიძე. ხო, დათო აბზიანიძემ დაწერა რომ ლევან ხაბეიშვილი ამ შემთხვევაში იგივე პოინტი გაატარა, რომ რა გინათ მართლა, ანუ დაიჯვით ბოლო-ბოლო, იმიტომ რომ მართლა ეგ უნაქნან რა ბიჭო, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილი იყო, რასაკეთებდა რა ტიპი იყო მარტო. ანუ ეგ და ისა რა ქვია, პაატა ბურჭულაძე თავის პონჩი აკეთებდნენ ამ რაღაცა კამპანიას რა. ანუ არავინ ხო არ შეუწუხებია. არა. არც ერთ პარტიასთან გაერთიანების იმით არ მისულა, არც ერთი არავის არ უთქვამს გვერდზე რატო არ მიდგა ხათო. ხო, არავისთვის არ დაუჯვამს ესე რომ რაღაც რატო აკეთებ ამას. აბსოლუტურად არაფერი არ ანუ ერთი მიზეზი არ არსებობს იმის, სადაც შეიძლება ამ ხალხმა თქვას რომ აი ლევან ხაბეიშვილი ჩვენ ბრძოლაში შემოვიდა და ჩვენი ბრძოლას რამენერად ზიანი მიაყენა. არა, ეს იყო ცალსახად ცალკე იმის ბრძოლა, რომელიც ცალსახად იმარჯვებს და ეხლა ესენი უბრალოდ არიან გამოყლებებულები და გაბრაზებულები ამაზე რომ აუ როგორ გვაჯობა. და იმიტომ გაჯობა რომ იმას ანუ ის ელაპარაკება ხალხს და ელაპარაკობს ნორმალურად. ხო და ესენი არიან ჩარჩენილი იმაში რა ქვია რომ რაღაცა მართლა ანუ ტიპს რომელსაც 13 წელია ბიძინა ივანიშვილი დედას უტყნავს, ანუ შენ უნდა ელაპარაკო იმაზე, რომ ის რა ქვია, საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი. ანუ ყველაზე კიდია, ანუ არ გვაინტერესებს ეგ ვაფშე სხვა პრობლემა. თან ბრძოლა რაზე გადის? იმაზე, რომ პატიმოყვარე ადამიანი ხარ და არ გინდა რომ შენი ქვეყნის მტერი რუსეთი გეჯდეს თავზე, ხო? ეს არის მთავარი აღმოსავალი ამ ყველაფრის, თორე ის კი არ მადარდებს, რომ ეს რა ქვია, მაგალითად მართლა რუსული კანონი კი არ მადარდებს. მადარდებს ის, რომ ქვეყანაში მაგალითად რუსები შემოდიან და ყიდულობენ ნახევარი ვაკე იყიდეს და მთლიანი ბათუმი. მადარდებს ის, რომ ჩემი ქვეყნის დასაცავად ვინც იბრძოდა, იმათი სია გადასცეს. მადარდებს ის, რომ ყოველ წუთში საზღვარს წევენ. და მე ამაზე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ეს ფრუსტრაცია მაქვს მე, თორე ის ყველაზე არ კიდია, რა ქვია, ივანიშვილმა რო კანონი მიიღო, სადაც რა ვიცი მე, რა კანონები მიიღეს, ვაფშე კანონი მიიღეს? რა ვიცი, იმას ქნეს, რა ქვია. არ ვიცი, ხო რა, ნუ რაღაცები შეცვალეს. ხო, ეკლესიამ კიდია, არ მაინტერესებს. პატრულს რო შავი ჩააცვეს, აჰა, კი, ყლეობაა თავსახად, მაგრამ ეგ არ არის ჩემი თავარი ის. ეკლესიამ კიდია ის, რომ ბიჭო არ მახსენდება რა ვეკაროლი ბაგათი. ნუ რაღაცები შეცვალეს მართლა არ მახსენდება რაღაცები არის რა ესეთი მაინორ რაღაცები რაც გააკეთეს. უბრალოდ დიდი რაღაცები, მაგრამ რაღაცები არის ცალსახელეობები, მაგალითად ეს ოფშორულ ზონები და რომ შემოვახდა ბიუჯეტში ფუცა, რაც პირდაპირ იმაზე გადის, რომ ისევ ხალხის ძარცვა არის ეგ და მეტი არაფერი, ხო და ხალხის ძარცვაზე გამახსენდა ის რა ქვია, მადარდებს ის, რომ კახაბენდუქიძემ რო ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ გადასახადის გაზრდა რეფერენდუმის გარეშე არ შეიძლება, ეს გააუქმეს 2028 წელს გაუქმდება და მე გაგვიწევენ გადასახადებს და წამართმევენ უფრო მეტ ფულს. რაც ვერ გააუქმეს კიდე
დამატებით საპენსიო შემოიღეს, რომ მეტი ფული წაართოს ხალხს. ანუ საბოლოო ჯამში პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, ხო, გლუჩი წელი რო ეს რა ბღუილებს, ეგ არ დაიგრო არ შეიძლება არ მაწუხებს. პრობლემები, რომელიც ხალხს აწუხებს, არის ის პრობლემები, რომელსაც ხაბეიშვილი ლაპარაკობს და პრობლემები, რომელიც მართლა აი რაღაც ვიღაცა 5%-ს აწუხებს, არის მართლა მაგ ხალხის პრობლემები. და ამათ უკვირთ რატო კიდია იქ ხალხს ყლეზე და რა ვიცი, უნდა იყიდოს ყლეზე, რა ვიცი მე. ხო და ამას ვერ აუტანიათ ის, რომ ხაბეიშვილი, რომელიც თვითონ გამოაცხადეს სოფლელად და ამას არ არის ხაბეიშვილის სოფლელი, ამათ ჯობნის. და ჯობნით, იმიტომ რომ თქვენ რაც არ უნდა ესენი რა ქვია, განათლდეთ ბჭყალებში და რაც არ უნდა ევროპებში ტრენინგებზე იაროთ და რაც არ უნდა ევროპარლამენტარს იცნობდეთ, საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ელაპარაკება ლევან ხაბეიშვილი. და არა ეს რა ქვია, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც იზის ახლა და იპუტავს ფაჩრებს, იმიტომ რომ აი ყოველთვის ნების ყველა ნაბიჯზე ვიღაცა ჯობნის. ვიღაცა ვისაც მაგას ეზღება, იმიტომ ეზღება რომ მერე ჯობნის. არ ვიცი, სამშობლო ვარ. ამიტომ ბოდიში ხარ რა, ან ჰელენა ხოშტარია, რომელმაც შიმშილობა გამოუცხადა ემას, რა ქვია, ლელოს და გახარიას. შიმშილობა გამოუცხადა ლელოს და გახარიას და ლელო და გახარიამ მაინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ეს გამოვიდა და მე ვწყვეტ შიმშილობას, იმიტომ რომ ეს დავითანხმე, რომ ოპოზიცია დავითანხმე, რომ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხო, ლევან ცუცქილიძე თუ დაითანხმე ყოჩახ ლევან ცუცქილიძე ისედაც აღიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. საღოლო, მაგრამ იშიმშილე. ეს ერთი და მეორე, ანუ ხო ცალსახად გამოჩნდა რომ მაგისმა ბრძოლამ არანაირი შედეგი არ გამოვიყო. ანუ განაისრო კაი ჯანდაბას, ანუ განაისრო შიმშილობა ცუდი სტრატეგია იმ გაგებით რომ ანუ რაღაც შეიძლება არ იმუშაოს. რომ კაი შენ დატესტე ეს რაღაცა ისა, რომ შიმშილობ არ მუშაობს, ხო? გაჩერდი. ხო. ბევრი ის უნდა ამას კაცო რა ვიცი, მე ადამიანის სხვა სტრატეგიით არის, აშკარად მუშაობს და გაჩერდი რა, ანუ თავი დაანები ანუ. კიდე ერთხელ ბიჭო, არავინს თხოვს მაგათ რომ ის რა ქვია, გვერდში ამოუდგნენ. აბსოლუტურად არავინს თხოვს. და ეხა ნახე, 4 ოქტომბერს ესენი ხო ეხა აჭვიტინდნენ, იმიტომ რომ ხვდებიან რაღაცას და რასაც ხვდებიან ეს არის ცალსახად მართალი. ხვდებიან იმას რომ 4 ოქტომბერს როდესაც იქნება ჩემი საყვარელი პოლიტიკური განკითხვის დღე. პოლიტიკური და ესა რა ქვია, ანგარიშგებები დაიდება, ვინ რა გააკეთა. ლევან ხაბეიშვილზე იქნება თქვა, რომ ყველაფერს ამბობდა რაც ხდებოდა ქოცებში, ყველაფერი თუ არა უმეტესი მართალი ახდა მერე და ესე იგი ცალსახად ელაპარაკებოდა ხალხს და აწვდიდა ინფორმაციას. და ამათზე გამოვა ის, რომ ჭვიტინებდნენ და 4 ოქტომბერს ვიღაცა სადღაც რო გაიწიოს, თუნდაც ლევან ხაბეიშვილი, ლევან ხაბეიშვილს გაყვება ხალხი და ამათ ექნებათ ორი ვარიანტი. ან უნდა შეჭამონ თავისი ეგო და გააყვნენ ლევან ხაბეიშვილს და მე ლევან ხაბეიშვილი უნდა იყოს ლიდერი, რაც ცალსახად ამათთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ლევან ხაბეიშვილმა ინგლისური არ იცის თურმე და ან კიდე არ უნდა გაყვნენ და მე რა ხდება? მანდ ორი ბრენჩინგ პათი არის. ერთი ის რომ ლევან ხაბეიშვილს არ გაყვებიან და ეს ვერ მიაღწევს წარმატებას. რა შემთხვევაშიც ლევან ხაბეიშვილი მას განაზღურდება და ესენი პროსტა ლაჩრებად ჩაიწერებიან, ის გმირად მაინც ჩაიწერება და ესენი ლაჩრები იქნებიან და სულ ამათი კარიერაც მორჩა, ან მეორე არის ის, რომ არ გაყვებიან და ის წარმატებას მიაღწევს და ესენი საერთოდ მოიტყუნებიან. აღარასდროს აღარ იარსებებენ და აი ეს რა თქმა უნდა არ აწყობს მაგას, მაგრამ იქნება ეს განკითხვის დღე. იქნება 4 ოქტომბერს ზუსტადაც რომ ეხლა ვეგეთყვით. და არა იმაზე რა ქვია 17 სექტემბერს ან 7 ოქტომბერს. 4 ოქტომბერს იქნება ეს დღე პირდაპირ თუ გაინტერესებთ. და რა ვიცი მე ეხლა ესე არის მე აფშუაში არა ვარ ეხლა აბასთან, მაგრამ ეგრე არის. იმიტომ რომ 4 ოქტომბერს თუ ჩაიჯვა ქართულმა ხალხმა მაშინ ქართულმა ხალხმა სამუდამოდ ჩაიჯვა. რაც ნიშნავს იმას, რომ ანუ დედლაინს რომ ამბობს ხაბეიშვილი, რომ 4 ოქტომბერი არის დედლაინი. 4 ოქტომბერი მართლაც რომ დედლაინია. 4 ოქტომბერს თუ არაფერი არ მოხდა ტრეიდმარკ, მაშინ გამოდის რომ მერეც არ ხდება არაფერი და 4 ოქტომბერს თუ დაიწყო რაღაცეები, მაშინ დედლაინი შეასრულე ესე იგი. ანუ პროექტი ხო ესე არ არის რომ ერთ დღეში ამთავრებ, მithumetes ქვეყნის გადარჩენაზე რო არის ლაპარაკი. 4 ოქტომბერს თუ დაიწყო, შეიძლება გაგრძელდეს 12 დეკემბრამდე. ხო, არ ამგონია, მაგრამ შეიძლება. ამიტომ ეს სისულელეა ის რომ 4 ოქტომბერი ეს მოგონი თან ბიძინა ივანიშვილის თარიღია. ბიძინა ივანიშვილის თარიღი იყო 18 თებერვალი, მაგრამ გამოდიოდით და დაბადების დღეს უშხამებდით. და როგორც ყველა ეს რა ქვია კანონის რომელიღაც მიღების დღე რა. რა შნეს ბიძინა ივანიშვილის თარიღია. თუნდაც ეგ ანუ კაი ბიძინა ივანიშვილის თარიღია და ხალხის თარიღი უნდა გახდეს. და რა ანუ
რა პრობლემა ამაში არ ვიცი. სისულელია ეს უბრალოდ სალაპარო რაღაცა ხომ უნდა თქვან, რომ ამ მელოტია. მელოტმა როგორ უნდა მაჯობოს? არა, ბოლოს მართლა იგი იქნება რა, საბოლოო ის რომ ანუ ლევან ხაბეიშვილი ხო რა ვიცი და დაჟე ალბათ რავიმე ქოცებზე უარეს გააკეთებენ მაგ კუთხით რომ გახსოვთ ლევან ხაბეიშვილი ეს ის იყო ის რო თქვა ის სიტყვები ან რაღაცებს ამოუყრიან მე და ეგ არის სირცხვილი ანუ მართლა საცოდაობა არის ანუ ეგ არის რავიმე კუდრის ბოლო გამოძახილი რომ გთხოვთ ანუ ჩემკენ მობრუნდა არავინ მიბრუნდება მაგათკენ იმიტომ რომ არაფერი მისაბრუნებელი მანდ არ არის საბოლოო ჯამში ანუ საკამარისი დრო ქონათ იმისთვის რომ რაღაცა გაეკეთებინათ ანუ შეეძლოთ მაგათ რომ თავისი დღის წესრიგი შეექმნათ და ანუ დღის წესრიგი ხო და ვერ შექმნეს ხო და რა ვიცი მე ანუ რა არის ამაში გასაკვირი რომ ხალხმა სხვა გზა აირჩია რა არის გასაკვირი არაფერი არის გასაკვირი გარდა იმისა რომ ანუ ეყოთ ის რომ ბოლო მართლა ანუ თელი ამათიბის რა არის რა საბოლოო ჯამში ტრაგედია რომ ეს რა ქვია რაზე დგას რა ეს ყველაფერი ან იქნება საქართველოს ისეთი როგორც ამათ უნდათ როგორც აქამდე მithქვამს მე პირადად ან საერთოდ არ იქნება და არ მინდა მე ანუ არ ვიღებ მე მაგ მოცემულობას ანუ ყლეზე მკიდია მაგათ რა უნდათ მე მინდა ჩემი საქართველოს ისე როგორც ქართულ ხალხს კიდია ყლეზე ხო როგორც ქართულ ხალხს კიდია ხო და მაინც ცდილობენ რომ ანუ ეს საბოლოო ჯამში მაინც მოხდება რა ანუ შეიძლება მართლა ლევან ხაბეიშვილს არაფერი არ გამოუვიდეს და ტრაგიკულად დასრულდეს ეს ყველაფერი მაგრამ ლევან ხაბეიშვილის სული და იდეა რომ ეს უნდა მომხდარიყო ესე რა შეიძლება 5 და 10 წლის მერე ითქვან რომ კი ანუ ეს იყო გასაკეთებელი და ყლები ვართ აქამდე რო არ გავაკეთეთ ამათ რა აქვთ რითი არიან შეფყრობილები რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდგეთ ეხლა დაფიქრდი აბა სწორ მხარეს თუ იგებიან ესენი ეს თუ თქვათ ჩაიჯვა ლევან ხაბეიშვილის ჩავარდა ეს გეგმა და 4-ში არაფერი არ მოხდა ტრეიდმარკ მერე 10 წელიწადში რომ გადაფასდება ეს ყველაფერი ესენი იქნებიან ისტორიის სწორხარეს თუ ლევან ხაბეიშვილი. ანუ ესენი შეპყრობილები არიან მაგ კომპლექსით და ქოცებსაც ამით ამუნათებენ რომ მე ხარ რატო არა ხარ პროევროპელი კაცო ისტორიის სწორხარეს არ გინდა ყოფნა დავით აღმაშენებელი ევროპა ფრანგები რაღაცა. ხო და აბა ეხა შენ მითხარი ეხა რომელს აირჩევა დავით აღმაშენებელი 12 აგვისტოს ვიმარჯვებთ. რა წესია ეს ბრძოლას ვინც წინასწარ მეტყველებს ეს არ გამიგია მე. აბა ChatGPT-ს ვკითხოთ არსებობს დღეები. როდესაც ბრძოლა წინასწარ დაიგეგმა? აიჯვი რა. ისე მართლა მაგარი ყლეობა არ არის ბიჭო, ყველა მაგით რო გამოდის რომ ისტორიაში არ არსებობს მომენტი როცა ეს ასე მოხდა. ჯერ ეს იძახდა ხაზარაძე იძახდა მაგას რომ ისტორიაში ბოიკოტს არ უმუშავებთ სასახაყლეობა და ეხლა ის რა ქვია ჰელენ ხოშტარი ამბობს რომ რევოლუცია არ დაუანონსებიათ ანუ განარამეს ვაანონსებ მაგრამ ბლედ რავი საფრანგეთის რევოლუცია აბარად შემიყლე იყო რა ვიცი მე ოი საფრანგეთის რევოლუცია არ დაუანონსებია საფრანგეთის რევოლუცია თავისით მოხდა ხო ეგ ცალკე ამბავი არის რომ ის რა ქვია ანუ კაი რა თარიღიც გინდა აიღე ანუ თუნდაც ის რომ მეორე ეყლეობა არგუმენტი რაც ამობენ რომ ხალხი უნდა იყოს ამისთვის მზად და მე ანუ ამ ხალხს თუ არავინ არ დაელაპარაკება მაგაზე, ანუ ხალხი თავისი მოიფიქრებს მაგას, რომ ის რა ქვია, ანუ მე რომელიც რა ვიცი მე თბილისში სადღაც რა ვიცი ვაკეში ვცხოვრობ და შენ რომელიც თბილისში სადღაც რა ვიცი საბურთალოზე ვცხოვრობ, დღეს დავიძინებ და ხვალ გავიღვიძებ და რევოლუცია უი ხო, აუ რა მივხვდით რა, უკვე დღეს ეს დღე არის რა. ყლეობა ანუ თუ ანუ ერთადერთი ლევან ხაბეიშვილი არის, რომელმაც მაგაზე ლაპარაკი დაიწყო. და ლევან ხაბეიშვილმა რო ლაპარაკი დაიწყო და ამას რო რეიტინგი აქვს, ეს იმიტომ ანუ ეს ორი რაღაცა არის რომ ერთი რომ ჩვეულებრივი ადამიანი ზუსტადაც რომ ჩვეულებრივი ადამიანში ეგ ვერ მომწიფდება და ეგ არ არის ჩვეულებრივი ადამიანის გადასაწყვეტი ხო? აბა მე მაშინ მე ვიქნები პოლიტიკოსი, წავალ და ვის რა ქვია მე დამსვი პარლამენტში ხო? ნახე, რატო არ მოსწონთ ამას 4 ოქტომბერი ახლა დავფიქრდი სანამ შენ არ გისმენდი. 4 ოქტომბერი ამათ იმიტომ არ ევასებათ ეს თარიღი, რომ ცალსახად აიძულებს რომ რაღაცა ქნან. ანუ შეხედე ხა 26 ოქტომბერს რო გვეუბნებოდნენ ვიმარჯვებთ ტრეიდმარკ ორ კვირაში. 26 ოქტომბერს მე უნდა გამემარ, მე უნდა მივსულიყავი არჩევნებზე და შევამეხაზა ან გამეფერადებინა რაღაცა ნომერი. და იმათ არაფერი არ უნდა ეკეთებიათ, მაქსიმუმ კლიპი გადაეღოთ და ეხლა 4 ოქტომბერს ეს შემოხაზვები არ არის. ეხლა 4 ოქტომბერს თვითონ უნდა მივიდნენ და რაღაცა გააკეთონ და ამის ეშინიათ, იმიტომ რომ 13 წელია არაფერს არ აკეთებენ და გონიას ახლა მოკვდება ბოლო ბიზნეს პროსტატა უსტდება და მე გავიმარჯვებ და მე დამსვამენ ემაზე რა ქვია პარლამენტში. არა 4 ოქტომბერი უკვე ნიშნავს იმას რომ იქ მე
უნდა გავაკეთო რაღაცა. ამის ეშინიათ ეს არ უნდათ და მაგიტო იზიზღებათ ლევან ხაბეშვილის სინამდვილეში გარდა იმისა, რომ ინგლისური არ იცის, რაც ცალსახად ცუდია ხა. აბარა რა თქმა უნდა, კი ბატონო. This is very bad for the ლევან ხაბეშვილი. და ეხლა ესე შეხედე რა, ეხლა ძალიან ცოტა შევეხეთ მაგას, მაგრამ მაინც რა. საქართველოს ხალხმა ბოლო პერო გამოიძროთ პროჭიდან. იმიტომ რომ ლევან ხაბეშვილს როგორც ვთქვით, უკვე ბაბლისკი მხარს უჭერს და რას ნიშნავს ეს? გადაწყდა ის, რომ ნაცის გვერდზე ხო არ დავდგები რაღაცა. ეს არის რა, და თვითონ პერო ვინც არის, ის ხალხი დარჩა მარტო. და საზოგადოება, რომელიც ახლა უკვე ცალსახად გზუმაგრებს ლევან ხაბეშვილს იმას პეროები აღარ აქვს ტრაქში და არც ქუდში. შოა მორჩა უკვე. ჩაირეცხა ის კლასი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, რაც ეს არხი არსებობს იმის მერე. პირველი ჩვენი მტერი ვინც არის, არა ბიძინა ივანიშვილი და არა პუტინი, არამედ ესენი. ისინი ჩაირეცხნენ და საზოგადოებამ უარყო ისინი. რაღაცა სამართალი ურემი დადის თუ რაღაცა ეგეთი, მაგრამ ხო დადის საბოლოო ჯამში და მოვიდა სამართალი. იმას რაც ჩვენ წლებია ვამბობთ, ბუნებრივად მოხდა და ამ ადამიანებმა თავი ჩამოიხჩეს. იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ სახალხო ლიდერს განუდგნენ და ეხლა მან და საინტერესო პარალელი ვლინდება ეხლა ორი წელი. მეც პარალელები უნდა მეთქვა, მაგრამ მოდი აბა ჯერ შეთქვი და მე მეც ვიტყვი. პირველი პარალელი არის ეს, რა ქვია, გიორგი ვაშაძე. მარტში, რომელიც არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, იმიტომ რომ სწორია, მარტში 2023 წლის მარტში პირველი რუსული კანონის აქციების დროს გიორგი ვაშაძეს რომ არ ეთქვა, რომ აი ხა პარლამენტის პიკეტირებას ვახდენთ, მაშინვე გაიტანდნენ ამ აყენებას, იმიტომ რომ იქ არაფერი არ მოხდებოდა ტრეიდმარკ და შესაბამისად განვითარდებოდა მაისის არა, ეხლა რაც ხდება ის. ხო, ეხლა რაც არის, ხო, საბოლოო ჯამში. ხო და შესაბამისად მაშინ გიორგი ვაშაძე ის იყო სისხლიანი პროვოკატორი იყო, იმიტომ რომ ეს როგორ არის ხალხი დაარბევინე. თან ამას კოცემ არ თქვენ ეს ნორმალურია რაღაც კოცემი მაგას იტყვიან რა თქმა უნდა, მაგრამ ამბობდა ბაბლი. მოდი აქამდე ვიტყვი ასევე ნიკა მელიასას მსგავსი ის ქონდა დაახლოებით ხო, მაგრამ ნიკა მელიას ახლა თავის სოდები აქვს სამწუხაროდ, მაგრამ მე ვიტყოდი ასევე იმას, რომ ნიკა მელიას შეიძლება კაკრას მაგიტო აქვს ეს თავისი მერე ჩაჯმები, რომ ოციონის ეს რა ქვია, მთელი საზოგადოება და ეს რაღაცა დიდი ჯგუფი რო ქონათ თავგასების იქ იმენ და ნიკა მელიას აჯვამდნენ, რომ არა ახლა ეს სახელმწიფოს ინსტიტუტებზე თავდასხმა მე მგონი ზედმეტია და რაღაც კლებავი რა საბოლოო ჯამში, მაგრამ დავიკიდოთ რა, მაგრამ იგივე პრობლემა ქონდა იმასაც და გაგრძელე რა, მოდი ლაპარაკნე, მე ვიტყვი ჩემს სიტყვას ბოდიში რომ ჩაგეჭერე. არა, რას ლაპარაკობ კაცო. ამ ერთხელ გეპატიება და მე მოვკვდები. ეს ერთი პარალელი, რომ ცალსახად ეხა ვაშაძეს როგორც დაეჯოდა. ხო, დამთავრები ვაშაძე ის, რომ მე როგორც კი გამოვიდა რომ ეს იმუშავა ამან და წაიღეს რუსული კანონი ტრაქში შეიტენეს პირველჯერ გამოვიდა რომ გიორგი ვაშაძე ჩაფარცხეს ვაფშე დაიკიდეს ყლეზე. იმიტომ რომ ხო არ აღიარა ისიც სოფლელია ბოლო რაღაცა ლოთი ეს ვინ არის. ხო და თან ნაცია და ნაც ხო არ იმას შევეტენებით. ეხლა მეორე პარალელი. ლევან ხაბეშვილი ცალსახად გაგვახსენებს ქართველ დონალდ ტრამპს. რომ ეს ხა ვისაც ემახსოვრება ვინც იქ იყო 2015 წელს და შენ იქ იყავი და მე იქ ვიყავი მე ცალსახად იქ ვიყავი შეიძლება ითქვას კაცი რომ პრეზიდენტია ჩემი ბრალია მაგრამ შეიძლება ითქვას მოდი ვიტყვი კიდევაც არა რატო ბრალი დამსახურება ხო კარგი ბრალი რატო აგერ 10 დღეში დედას მოუტყნავს ეს იმიტომ რომ ტრამპი რომ გამოვიდა იმ ელევატორიდან რომ ჩამოვიდა ესკალატორიდან ბოდიში თავის ტრამპ თაუერში ნიუ-იორკში 2015 წელს გამოვიდა და ილაპარაკა კედელი უნდა ავაშენოთ კედელი უნდა ავაშენოთ რაღაცა იმიგრანტები უნდა გავყაროთ რაღაცა კიდერეებით ხო არ ვიცი ნუ რაღაცა ის კლინტონების ოჯახი და ბუშების ოჯახი ეს რებს ლაპარაკობს პოლიტიკურ კლასზე შეჩება ეს გიჟია თო რაღაცა და მე ის კლიპები იყო ჩინეთს როგორ ახსენებს ბერზე ჩაინა ესე რომ ამბობს ბერჟერ და რაღაცა დასცინოდნენ ამ კაცს მე ამასობაში რესპუბლიკური პრაიმერი დამთავრდა და ახლა მოიცა და მე უკვე ის იყო რომ ეს ხო თქვეს რომ პირველადი შიში ხო იყო მაგრამ მე ის კოპიუმი ჩაერთოთ რომ კლინტონი მოუგებს ეს გამოსტილი პოლიტიკოსია და ეს ნარინჯისფერი მუსოლინი ვინ არის მოვიდა 9 ნოემბერი უიჩავიჯვით ლევან ხაბეშვილზე ზუსტად ეგეთი ის არის რა ქვია ზუსტად ეგეთი ის არის ნაბიჯები არის რომ თავიდან რა ეს სოფლელი ვიღაცა ჰაჰა ნაცებმა ვინ დანიშნეს საბჭო ინგლისური არის ის მე ჩახსნეს ჰაჰა ჩახსნეს ჰაჰა მე ცემეს და ცოტა ხანი აეწია რეიტინგი მეიცა
მაგრამ მე დავიწყდა ხალხს ეს რაღაცეები და მე უკვე დაიწყო იმის ლაპარაკი, რასაც დღეს ამბობს და აუ ეს გიჟია ჩემი რებს, ბრას ეწევატო. ახლა მოვიდა 2025 წლის 31 ივლისი და ლევან ხაბეშვილი არის ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი. მე ამას მინიმუმ ოპოზიციურ მხარეს. მე ამას დავამატებდი კიდე ერთ პარალელს. ნიკოლო ფაშინიანი. რომელიც არის მაგაზე არ ვარ ინფორმირებული. ხო, არა, ნიკოლო ფაშინიანი არის ცალსახად პერიფერიდან წამოსული ტიპი, ანუ ტიპი ადგა და პირდაპირ მნიშვნელობით მთელი სომხეთი მოიარა და ის გააკეთა, რაც მიშამ გააკეთა თავის დროზე 2003 წელს და კიდე მანამდე აკეთებდა რა. და დავამატებ, რომ მიშან შეცდომიდან აქვს ნასწავლი, იმიტომ რომ პირველი რასაც დაესხა თავს არის საპატრიარქო. კი ბატონო. ხო და ეხა კაი, დავიკიდოთ მოდი საქართველოს ამბავი, ზოგადად სოფლიო კონტექსტს რო შევხედოთ, ხო, ეგ არის რა საბოლოო ჯამში, ეგ მუშაობს, იმიტომ რომ ტვინი მოეტყნა ამ ხალხს ამ რაღაცა ყლეობებზე ლაპარაკით რა. ნიკოლო ფაშინიანიც ზუსტად იგივე გააკეთა, ფაშინიანი მაგიტოა რეიტინგული ტიპი რო და იმიტომ არის რომ ეხლა იმ პატრიარქთან რო აქვს დაპირისპირება რომ ამას უჭერს ხალხი მხარს რომ იმ პატრიარქს უფრო მეტი მძღნელი აქვს ნაჭამი და ეს რა ქვია იმას ნაკლები კომუნიკაცია ქონა ხალხთან, ოღონდ ხალხში მართლა ხალხს გულისხმობთ არა ვიღაცა იმ მართლა ხო ბაბლებს და ენჯოებს და რაღაც ტრენინგებზე შეკრებილ 30 კაცს მართლა ხალხთან ლაპარაკი რა მაგიტო აქვს რეიტინგი და იგი ზუსტად იგივე ვარიანტი იყო და მაგიტო აიღო რეიტინგი და მაგიტო იყო რომ ეხლა კაცი მართავს ქვეყანას და აგერ უკვე რაღაც წარმატებები აქვს და იმდენიც კი გააკეთა რომ ეს რა ქვია რუსეთს ბოლო მგონი ცილდებიან რა ვიცი მე და კი ნელ-ნელად ცოტა ბაზა აქვს კიდე შიგნით მაგრამ ნახოთ ეს როგორ დავთავაზოთ ეხლა სომხეთი რაც საკეთებს ცალსახად უდიდესი ნაბიჯი არის ანტირუსული კი ბატონო და აი ქართველები და გამომდინარე რაშიც რამძღნერშიც იყვნენ რა ქართველებო ეხლა თქვენ დაიმახსოვრეთ ჩვენ აქ საქართველოში არ შეიცვალა სიტუაცია ასე ერთ წელიწადში სომხეთი და ერთი ახლა აი თარიღებია ერთი ხო რაღაც პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი დაალაგებს ურთიერთობას და მე შენ მოიტყუნები იმიტომ რომ იმ ყველაფრის გამო რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება აზერბაიჯანსა და ევროპისა და თურქეთის საკავშირო არის საქართველო რომ აღარ ხდებოდეს ის რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მე რა ჩემყლეს ჩაიდობ პირში ვერაფერს იმიტომ რომ გაიყვანს ყველაფერს ჩერეს სომხეთით და მე მაკოცე ტრაკზე იმიტომ რომ მაგათ ახლა აღარ აქვს არანაირი დაპირისპირების ისა წერტილი აზერბაიჯანი დებილები არ არიან რომ ახლა რაღაცა სომხეთის ტერიტორია მოითხოვონ და სომხეთმა აღიარა რომ ის რა ქვია ყარაბახი აზერბაიჯანი როგორც ცნობილი როგორც არწახი არ არის მაგათი და ვაფშე და ეგ ერთი და მეორე კიდე რატომღაც მართლა ქართულს გონია რომ ის რა ქვია ეს ევროპა ისა გვაქვს რა ქვია დაბედებული გვაქვს რაღაც ეგეთი ყლეობა რავი ხვალ დაგვიკიდებენ ყლეზე იმიტომ რომ თუ იქ ბევრად ნაკლების ტვინის თქმა დაჭირდა იმას რომ ეს რა ქვია გააკეთოს ის რაც უნდა და შავ ზღვაზე კონტროლი მაგალითად აიღოს გასაგები არის რომ ბევრ წიაღსვლებში აღარ წავალ ეხლა იმიტომ რომ დავლიე ცოტა მეტი მაგრამ გასაგები არის რომ საქართველოსთან ბევრად უკეთესი არის შავ ზღვის კონტროლი და უფრო მარტივად არის შესაძლებელი მაგრამ თუ ეგ საბოლოო ჯამში რა არის სად უფრო cost benefit-ის ამბავია რა ეხლა თუ საქართველოში გიჯდება ეგ ყველაფერი რაღაც დედის ტყნად და რა ვიცი მე მილიონების და მილიარდების ჩასხმად მაგას ჯობია რომ სომხეთით და აზერბაიჯანით შეიძლება იმდენად კარგად ვერ გააკეთო მაგრამ რაღაც მაინც გააკეთო რა ხო საბოლოო ჯამში რაღაცას შედეგს დადებ რა და აქ ბიჭო ეგენიც წარმოიდგინე ეხლა ევროპელებს რა იმენა ყოველ დღე იძახიან რომ ყლეზე ყლეობას შვებით და ამ ხალხს ყლეზე კიდია რაღაც მომენტში და აი რაღაცა ვაფშე სხვაგან არიან ვერ ხვდებიან საერთოდ ეს ევროპის კავშირი და როგორ ხდება ეს ყველაფერი რა ურთიერთობები არის და მართლა ამ იმას რა ქვია ბაბლს და ვიღაცებს ეგეთი წარმოდგენა აქვს რომ ევროკავშირი არ მიგვატოვებს მიგატოვებს კი ხო საბოლოო ჯამში ვისაც დასცინოდნენ ხო რომ აი ეს რაღაცა ტრადიციული ქართველი და რაღაც უიმეს რეების ჯერა რომ ის რაღაცა წილხვედრობა და რაღაცები და საბოლოო ჯამში ეს გამოდის ყლე რომ ამას გონია რომ ევროპის კავშირი რაღაცა ის არის რა რომ არა მე თქვენ არ მიგატოვებთ ქართველებო და ის რაღაც რა ვიცი მე ბოლო ხელს გამოგიწოდი და გამოგიხსნი მარტოხები არა რავი ეს არის ჩაოლებრო გეოპოლიტიკა და ყლე ხარ თუ ამას ვერ ხვდები კი და დარჩები მოტყნული პროჭის ფორმაში ჩაოლებრო აი ესე იქნება საქართველოს 4 ოქტომბერს თუ არ მოხდა ისაც უნდა მოხდეს მაგრამ ეხლა შეხედე ესე რა ქვია კაცო მაგას კონცეპტმა და აი ლიბერალებს ვეძახი რა მაგრამ არ არიან ლიბერალები მაგრამ დღევანდელი გაგებით ლიბერალებმა დღევანდელი გაგებით ლიბერალებმა შეასრულეს ძალიან ცნობილი ანდაზა თაგუმად ხარად ხარაო კატა გამოთ ხარაო
12 წელია ლიბერალები და ქოცები ამბობენ იმას, რომ აი რაღაცა რო შეიცვალოს მთავრობა, მერე ნაცები ხო არ მოვლენ რაღაცა და ისინი კოალიციური მთავრობას ამბობენ, ესენი ამბობენ, რომ რა ნაცები კოალიციური მთავრობის ლიბერალები, ესენი ამბობენ, რომ ნაცები საერთოდ აღარ უნდა გაიარსებოს და რაღაცა. ეხლა რა შედეგთან ვართ? რომ რაც არ უნდა მოხდეს, საბოლოო ჯამში ლიდერი არის ლევან ხაბეშვილი და მოდის ნაცები, ესე იგი გარანტირებულად ნაცები მოდიან. 2020 წელს ქოცებს რომ არ გაიყალბებინათ არჩევნები, იქნებოდა კოალიციური მთავრობა. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ შევჭამდით მაგ კოალიციური მთავრობას, მაგრამ რამდენიმე წელი ხო მაინც გიყოლებოდა ეს და ითამაშებდი დემოკრატიობანას, მაგრამ ეხლა გარანტირებულია 2024-ში რო არ გაეყალბებინათ ქოცებს, მაშინაც კოალიციური მთავრობა გეყოლებოდა თან ბევრად უკეთესი ვიდრე 2020-ში, იმიტომ რომ 2020-ში ნაცები ყველაზე ძლიერები იყვნენ და 2024-ში ყველაზე სუსტები იყვნენ და ხალხმა მარტო იმიტომ მისცა ხმა, ვინც მისცა, რომ აი მიშას იმედი მაინც ჰქონდათ. და ეხლა როგორი ფლაფლავი გამოითხარეს ამ თაგვებმა, როგორი კატა გამოითხარეს ამ თაგვებმა, იცი, რომ სრულად ნაცები მოვლენ და არა მარტო სრულად ნაცები მოვლენ, მიშა მოვა. აი გეშინოდეთ. არ ვიცი რა ვიცი. თან ისეთი მიშა მოვა, რომ აი იყავი ის ნაცი, რომელსაც ქოცული პროპაგანდა გაბრალებს რო ხარ. აი ეგ მიშა მოვა. და მე რა ვიცი, ეს იქნება სრულად თქვენი დამსახურება ქოცებო და ლიბერალებო, რა ვიცი. წაგიგოთ 2020-ში და იქნება წყნარად ეხა და ეხა დაგინძრათ, რა ვიცი, მე არ ვიცი. ბიჭო, და მან ძალიან საინტერესო ამბავი ხარ არის, რომ მედიებში თუ აკვირდები რა სიტუაცია არის რა. TV პირველიც და ფორმულა უფრო ნაკლებად, მაგრამ ორივე რა საბოლოო ჯამში მაინც ცდილობენ რომ რაღაცნაირად შეტენონ ეს ისინი, რა ქვია, ყოფილი ქოცი ვიღაცა ანალიტიკოსები. ეს რა ქვია, ეკა ბესელია, ეს რა ქვია, პაატა ზაქარეიშვილი, კიდევ ვის მიათრევენ ხოლმე, ისა გია ხუხაშვილი, აი ეს რაღაცა აბსოლუტურად გაუგებარი ყლეობები, რომლებსაც აი საქართველოს ისტორიაში ცუდის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ. და მიყავთ იქ და ებაზრებიან რაღაცა ყლევებზე. ისევ რის გამო, რომ ერთი რომ თვითონ ქოცები არიან, დიანა ტრაპაიძე ახლა არ ვიცი მე ვის რა წარმოადგენები აქვს მაგ ქალზე, მაგრამ ეგ არის დეკლარირებული ქოცი, ანუ დაჟე შეიძლება ვიღაცა ტიპი რომელიც ქოცებში იმიტომ რომ ფულს აკეთებს, ეგ უფრო ნაკლებად ქოცია, ვიდრე დიანა ტრაპაიძე რა, იმიტომ რომ დიანა ტრაპაიძე არის აი დაშტამპული ქოცი, ანუ აი ტიპი არის აი საშინელი, როგორ ჟურნალისტი ხო საშინელად არაპროფესიონალი არის. მაგრამ გარდა მაგისა, ის რა ქვია, ხო, ქოცი არის, რომელიც ის რა ქვია, ქართულ ხალხს, ანუ მართლა ვიღაცას, რომელსაც რა ვიცი მე, შეიძლება ქოცი რა ვიცი, ვიღაცა რა ვიცი, დედა ყავდეს, რა ვიცი, დეიდა თუ ნათესავი ყავდეს და იმას ეუბნება, რომ აი შენ გამოყლევებული ხარ, იმიტომ რომ ის რაღაცა შენი ნათესავი ქოცია და თვითონ არის რა ვიცი მე ის რაღაცა რო ღამდება იმათთან მიდის სახლში და ის რა ქვია, წვეულებას აწყობს იმათთან ერთად. და დაბადების დღის გილოცვები და ხო რაღაცა ყლეობები რა. და ეგ საბოლოო ჯამში ახლა ეს ცოტა საბოლოო ჯამში მე მარცხენა იმაში გადადის, მაგრამ კლასობრივი ამბავია რა. ეგ არის კლასი. პერო კლასი, რომელსაც ანუ აი ყველაზე კიდია საქართველოში რა იქნება. ეგ იმიტომ რომ კლასი არის, ოღონდ არა ეკონომიკური. ხო, არა ეკონომიკური კლასი საბოლოო ჯამში რა, მაგრამ სოციოლოგიური კლასია. ანუ მაგ ხალხს ყველაზე კიდია საქართველოში რა იქნება. ანუ დიანა ტრაპაიძეს და არა იყიდა ნაცების პერიოდი, იმიტომ რომ ნაცების პერიოდი ნიშნავდა მაგისნაირების მოტყნას პროფესიულად და ეს რა ქვია, ეხლანდელი პერიოდი ნაკლებად კიდია, იმიტომ რომ ეს მაინც ის არის რა, ანუ დაფასებული ჟურნალისტი, აქეთაც არის, იქითაც არის, ეს რა ქვია, ხელფასი იღებს TV პირველში, ვითომ ოპოზიციური რაღაცა ყლეობა რა, მაგრამ მორჩება ეგ დრო, ანუ ასარჩევი იქნება საბოლოო ჯამში, ან აქეთ ხარ და ან იქით. და ყველაზე მეც ახლა ტვინს ისინი ტყნავენ, ვისაც აქეთაც უნდა რო იყოს და იქითაც უნდა იყოს. დავით გამყრელიძე ვინმე სახსოვს? შენ გახსოვს დავით გამყრელიძე? იქიმი მეწარმე ლიდერი დავით გამყრელიძე არ გახსოვს? დავით გამყრელიძემ 2003 წელს შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძის ჩატარებულ არჩევნებში მიიღო მე მგონი 17%. მაგრამ ვარდების რევოლუციას არ დაუჭირა მხარი და არა მარტო არ დაუჭირა მხარი, არამედ იქ მივიდა არჩევნების იმაზე რა ქვია, არჩევნების მერე პირველ სხდომაზე, რომ შეეკრა კვორუმი, რომ პარლამენტს საკუთარი თავი დაემტკიცებინა. დავით გამყრელიძე იმის მერე გაქრა. ნუ იყო პოლიტიკაში რა თქმა უნდა ოპოზიციონერები და მიშას მიმართ, მაგრამ აღარ არსებობდა დავით გამყრელიძე. ისევე როგორც დღეს აღარ არსებობს და მინდა ვისაც ახსოვს, რატომღაც მინდა გითხრათ, დავით გამყრელიძე ცოცხალია. რა ვიცი. ეს ინფორმაცია შეგვიძლია მოგაწოდოთ. დანარჩენი არ ვიცი. ლელოშია. ხო და იგივე მეც გაიზიანებს დიანა ტრაპაიძე
ეს 8 პარტიიდან 7 თუ არ მოეგებიან გონს და არ მიხვდებიან რომ იმ 8 პარტიიდან ერთს უნდა დაუდგენ გვერდზე, კერძოდ ერთ პარტიას და ერთ ადამიანს. ხო და ეს თქმა მინდოდა ახლა კიდე ლევან ხაბეიშვილი თავისი ემით რა ქვია საუბრის მანერით და რაღაცეებით და ზოგადად პოლიტიკური მანერებით ბოდიში საუბრის მანერით არის ზოგადად სოფლიო პოლიტიკის გამოძახილი და ამას რომ თვითონ ეს პერუიანი ხალხი არ მოაჯდა თავის დროზე თუნდაც ალბათ მომჯდარიყვნენ მაგრამ მომჯდარიყვნენ არის ის რომ მორჩა ეს აღარავის აღარ უნდა დავარცხნილი და ჰავსტუხიანი და ეს რა ქვია აი ეხა ჩვენ ამათ დემოკრატიულად უნდა მივუდგეთ არა ანა კიდე პატაზახევში პუტინი არ აკეთე არა პუტინი ეს აღარავის აღარ უნდა შენ დიპლომატია და ეს მე არჩევნებს მომხრე ვარ არჩევნები აუცილებელია არჩევნებში გამარჯვება აუცილებელია არჩევნებს აი ეგ ცოტა სხვა ძალიან ინდივიდუალური მაგალითია და მოკლედ არავის არ უნდა შენი ეს რა ქვია საია და ვიღაცა დავარცხნილი ვითომ პოლიტიკოსები რომლებიც დიპლომატიობანას თამაშობენ მორჩა უკვე ეს 2015 წლიდან დაიწყო ეგ დასავლეთში მაგას მოყვა ბრექსიტი მაგას მოყვა ეს რა ქვია დონალდ ტრამპი მაგას მოყვა რავიმე გერმანიაში AfD-ს ძალიან მაღალი რეიტინგის აწევა საფრანგეთში ლეპენის იმაში რა ქვია იტალიაში რა ერქვა იმ ტიპს მატეო სალვინი თუ რაღაცა და ეხა ჯორჯიო ლეონე თუ რაღაცა ჯორჯიო ლეონე ხო ეგ არის ეგ მაგების მოსვლა გინდა ლუდი დაისხი თუ გინდა მე დავისხი შემოხი დამისხი მოკლედ ლევან ხაბიშვილი არის ამ აქ საქართველოს გამოძახილი მაგის გამოძახილი აქ საქართველოში და შესაბამისად შენ ამას ვერ შეაჩერებ ეს არის პროგრესი დღეს პროგრესი გამოიხატება მაგაში რომ ყველაზე კიდია ყველა შენი ვითომ პოლიტიკოსობა და იმიტომ რომ როგორც წინა ეპიზოდში ვახსენე ეხა მაგრამ არ ვერ ჩავსვით იმიტომ რომ მიკროფონი გაითიშა ეს არის დემოკრატიის ბოლო წლებში ვართ ანუ რაღაცა დავარცხნილი სენატორები, აი ისტორიული პარალელი რო გავავლო რა, ახლა ძალიან მეყვარს კატონიც და ციცერონიც, მაგრამ აღარ იყო რომის რესპუბლიკის ბოლოში ციცერონისა და კატონის დრო. იყო იულიუს კეისრის დრო, რომელიც იყო პოპულისტი ლიდერი. ეხლა არის ლევან ხაბეიშვილის, დონალდ ტრამპისა და ის რა ქვია, ნაიჯელ ფარაჟის დრო, რომელიც მალე ალბათ ჩახაზავს კიდევაც კონსერვატორებს ბრიტანეთში და პრინციპში ჩახაზა კიდევაც, იმიტომ რომ ის მოიგეს რა ქვია, ადგილობრივი არჩევნები რეფორმმა მოიგო ბრიტანეთში მე როგორც მახსოვს. ანუ იმის თქმა მინდა რომ ნიკოლო ფაშენიანი ნომი ჩაგრავთ ნიკოლო ფაშენიანი კანონხებით ვახსენო. არა, ოღონდ ლიტერალი, იმიტომ რომ ფაშინიანის მთელი კამპანია გარდა იმისა, რომ იყო TikTok-ზე პროსტა შედიოდა და ლაივებს რთავდა, მეტი არაფერი გაუკეთებია და ვიღაც ტიპები მივიდნენ მერე და კითხეს როგორ მოიგი არჩევნები და არ საკეთებდი და ანუ ამან ლიტერალი ტელეფონი გაუძრო და აი ნახეთ TikTok-ი ჩავრთე და ლაივს დავაჭირე და მორჩა. ხალხს ველაპარაკებოდი. ანუ ვიღაცა ეხა ის რა, ანუ კიდე ერთხელ მინდა ამას ხაზი გაუსვა. შენ რო რაღაცა ევროპებში გაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, ეს ხალხისთვის არც არ ნიშნავს. იმიტომ რომ ხალხს არა აქვს ეგ ევროპებში უნივერსიტეტი დამთავრებული და არც უნდა რომ ქონდეს დამთავრებული. იმიტომ რომ ხალხს უნდა რომ კარგად იცხოვროს და შენ რო ეუბნები რაღაც მაღალ იდეალებზე რო ელაპარაკები ყველაზე კიდია ეს, იმიტომ რომ უნდა ეს რა ქვია, უნდა რომ თავისი შვილები კარგ სკოლაში დადიოდნენ, უსაფრთხო სკოლაში დადიოდნენ და კარგ სკოლაში, უნდა რომ თვითონ საჭმელი და ფული ქონდეს, არა მარტო საჭმლის ოღონდ, არამედ მე რომ წელიწადში 2 კვირა მაინც დაისვენოს კარგად. უნდა რომ ქუჩაში რო გავა, ვიღაცამ ფეხებზე არ მოკიდოს ხელი და ხურდა გააგძმა, არ კითხოს. უნდა რომ რა ქვია, პატრული რო არის დადის ქუჩაში, იმან მიესალმოს ესე გამარჯობა, როგორ ბრძანდებით. მე ვარ ლეიტენანტი რაღაცა და არა ბუთები ბაჩვენე ჩემი დედას უტენე მუტალში ეს არ უნდა ხალხს და შესაბამისად შენ რო ელაპარაკები იმაზე რომ აი ცით რა ევროპა ეს რაღაცა ევროპა აი შენ რო ეუბნები ევროპას ლევან ხაბაშვილი ვიდის ხალხმა და ეუბნება რა არის ევროპა ხო ანუ მართლა მაგას ეუბნება რა არის ევროპა ხო და შესაბამისად დაგენძრათ არ ვიცი ხა რა კოცები ოდეს თუნდაც 4 ოქტომბერს კი არა ოდესღაც ხო წავლენ კოცები თუ თუნდაც 4 ოქტომბერს არა და თუნდაც 4 ოქტომბერს. აი მე თქვენ სათხედავთ თქვენ თავს. გონიათ რომ მართლა ხალხი გამოვა და აგირჩევთ. არა, იმიტომ რომ თქვენ იქნებით თუ ეხა 4 ოქტომბერს არ წავიდნენ ესენი, იმის სიმბოლო რომ 4 ოქტომბერს ესენი არ წავიდნენ. და თქვენ ვინ მოგცემთ ხმას? ანუ ეხლა არის ის პოლიტიკური განკითხვის დღე, ეხა დაიწყო სინამდვილეში და გაგრძელდება შემდეგი რამდენიმე თვე.
ან იქნები ისტორიის სწორ მხარეს, რომლითაც ესენი შეპრობილებიან, ან იქნები ისტორიის სანაგვეზე. და ამათ უნდათ რომ ისტორიის სანაგვეზე იყვნენ, იმიტომ რომ უნდათ რომ ისტორიის სანაგვე რაც არის, ის გახადონ ისტორიის სწორი მხარე. და ეგ არ გამოვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გინ ტირანია იყოს და გინ დემოკრატია იყოს და გინ დესპოტიზმი და გინ დიქტატურა, საბოლოო ჯამში დიქტატურას ხალხის მიხედვით აკეთებს რაღაცეებს. ანუ ესე კი არ არის რომ მე ესე მინდა და იქნება, ეგრე არ მუშაობს არსად. ანუ ხალხს რაც უნდა ის კეთდება საბოლოო ჯამში. მარკეტინგი ეგრე არის. McDonald's იმიტომ არის ყველაზე პოპულარული, რომ არის სლოპი და ბევრს უყვარს სლოპი. Justin Timberlake იმიტომ იყო ოდესღაც ცნობილი მომღერალი, რომ ოდესღაც შეჩემა ჩამოვიდა კაცი და დახურა დინამო. ჩამოვიდა დახურა დინამო და დაგვაბიჯა დროშაზე. Justin Timberlake და Justin Bieber-ი, ეხა არ ვიცი ვინ არის პოპულარული და იმიტომ არა Lil Niga ალბათ არ ვიცი რა რაღაცა ეგეთი, იმიტომ არის პოპულარული, ეგენი აკეთებენ slopes. ლევან ხაბეშვილი შენთვის ზვირფასო ჩერგოლეიშვილო შეიძლება ამბობდეს slopes, მაგრამ ეს პოლიტიკური slopი უნდა ხალხს. და მაგიტომაც ვერ იღებ შენ 1%-ზე მეტს და ვერც აიღებ ვერასდროს. შენ და გიგა იქნებით ყოველთვის ეს რა ქვია, ჩარეცხულები. არა, მართლა მაგას არ ჯობს, რომ ანუ რას თქვი, რომ ითამაშონ ეს ვითომ რაღაცა პოლიტიკოსობანა მაგაგებით და მოიპოვონ რაღაც ძალაუფლება და მერე გაატარონ ეგ ფორმები. ან საბოლოო ჯამში პოლიტიკაც ხო ეგ არის, რომ რაღაცა ის გქონდეს, რა ქვია, სტრატეგია გქონდეს, რა ვიცი მე, ანუ კი რაღაცა ისე თქვა, რომ რაღაც ბოლომდე არ გჯერა, მაგრამ ხალხს უნდა და უთხრა და ამით შენ ძალაუფლება მოიპოვო და საბოლოო ჯამში მართლა კარგი გააკეთო ხალხისთვის. ან მართლა რომელიც შეიძლება იდეაში ხალხს არც ეს მოდეს, რომ კარგია. ხო, არც ეს მოდეს, რომ კარგია, ხო, მაგრამ შენ იცი, რომ კარგია, ხო, ანუ ყველას ვერ ექნება მაგალითად განათლება. ეხლა საშუალო სტატისტიკურ ადამიანს რო კითხო რაღაც ეკონომიკაში რა რეფორმები უნდა გატარდეს, გეტყვის რაღაცა ყლეობას. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის რა გამოყლევებულია ეს ტიპი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმას მაგაზე არ დაჭიროებია ცხოვრებაში, მაგაზე ფიქრი, ის იმიტომ არის, რა ვიცი მე, ფერმერი, რომ ფერმა უნდა მუშაობდა. შენ იმიტომ ხარ პოლიტიკოსი, რომ ეგ იდეები, რომელიც სწორია, ისე მიაწოდო ხალხს და ისე ელაპარაკო, რომ მიიღო მისაღები ამ ხალხისთვის. და შენ თუ ეხლა მართლა დაჭიქი და უთხრა, რომ მე რო ხელისუფლებაში მოვალ ის რა ქვია, რა ვიცი მე, რაღაცა იმას გავაკეთებ, რაც ამ ხალხისთვის თალსაღაც ცუდია, ანუ რომ ვინ დაგიჭერს მხარს? მე რო პარლამენტში დამსვამთ, მე საპროცენტო განაკვეთს და ეფექტურ არ ვიცი, ვერც ვლაპარაკობ მაგათ ენაზე, იმიტომ რომ მე ბოგანო ვარ, არ ვიცი ეს არც მომდის. მოიცა დავფიქრდე ერთი წამი. ესა რა ქვია. საკონსტიტუციო პრიმამუხში მე-6 კოდექსით ჩავწერ, რომ პროცენტები უნდა გადუბლირდეს. იდი ნახვი რა, რა ყლეობებს მელაპარაკები, შენ დედას შევეძე პური ღირს სლარი და 60, გააჯვი რა. და ბიჭო, ისა სხვადასხვის ეგ რომ მუშაობდა საბოლოო ჯამში ნახე, ანუ გირჩი რა, მიუხედავად იმისა, რომ დაშლამდე გირჩზე ლაპარაკობ რა, მაშინ რატო გახდა პოპულარული რა, რომ რაღაც თემები ქონდათ და რაღაც თემებს ეკონომიკაზე მათ შორის ელაპარაკობდნენ, რომ ვიღაცის იყო გასაგები რა. შეიძლება ეს არ იყო მაინც და მაინც სწორი იდეები ყველა მხრივ, ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ რაღაცები ძალიან გასაგები იყო, რას ამობდნენ რა. ეხლა ნახე, რომ დასხდებოდა ორი ადამიანი, აქედან გირჩი იყო და მეორე მხარეს ვიღაც სხვა. ანუ იმას სწორი იდეები რო ქონოდა, მაინც გირჩი გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ გირჩი იჯდა რავი ტიპი, რომელიც ამ ხალხს ელაპარაკებდა, რომ აი რაღაც დაიკიდეთ ეს ხალხო, ამას გავაუქმებთ, ეს შენ გიქნება მეტი ფული აქედან მორჩა. მან ნახე რა არის, გირჩი წარმატება მაშინ დროინდელი განპირობებული არის იმით, რომ გირჩი შეიძლება რაღაც ძალიან კომპლექსური იდეები ჰქონდა მაშინ, მაგრამ ერთი ის რომ წესიერი ენით ელაპარაკებოდა ხალხს, უშუალო ენით ელაპარაკებოდა. უშუალო ენით ელაპარაკებოდა. მეორე მანდ არის ის, რომ გირჩს მართლა სჯეროდა მაგის და ამათ შეიძლება რაღაცების მართლა ჯერათ კიდევაც, მაგრამ ისე არიან რა, ქართულ ხალხს უყურებენ, ეგენი ვერ გაიგებენ რა და ეხლა მე რა ვიცი, მე დავდგები და პროსტა ევროპას ვიტყვი რა და ევროპა და ის რომ რაღაცა შეიძლება ჩერგოლეშვილსაც შეეროდეს გირჩული რაღაცეების, იმას არ ეტყვის რა, იმიტომ რომ რა ვიცი მე ხა ან გაიგებ ან არ გაიგებ და პოლიტიკა ეგრე არ კეთდება. ხო და მიუხედავად მაგისა ჩერგოლეშვილი სულ მაგაზე აპელირებს, რომ თქვენ ქართული ხალხის სულელები ხო არ გონიათ, რომ ეს რაღაცა ვერ გაიგოს რასვეუბნები. ქართული ხალხის სულელი ჩერგოლეშვილს გონია. ხო, მაგ პოინტს ვაკეთებ რა საბოლოო ჯამში, ანუ ეს უყურებს იცი როგორ რომ ანუ ქართული ხალხი სულელი არ არის, იმიტომ რომ მე რო რაღაცას ვიტყვი ჭკვიანურად და რთულად ამას გაიგებს, მაგაზრეთ უყურებს რა და ოღონდ ქართული ხალხი მართლა არ არის მაგაგებით სულელი, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თაბარა ჩერგოლეიშვილი რასაც იტყვის მაგას გაიფალისნებენ. შენ რაც თქვი ის არის ზუსტად რა, ეხლა მე რომ მუშაობ მაგალითად, მე მათეგულო არა, მაგრამ მე ზაზა თოხიძე რომ მუშაობ თოხით ხელში ყანაში
მე ეგ ჩემი მოვლება არის ეგ და არ მევალება ის რომ რაღაცა პრიმა მუხლები ვიცოდე და შენ რომ მოდი ხარ და მე მელაპარაკებ პრიმა მუხლები ჩემ ხარყლე მე კი არა მე თუ არ მესმის ზუსტად ანუ ეგ არის და ამათ გონიათ მე შენ ან გაიგებ ან პრიმა მუხლს იმიტომ რომ ევროპა გიყვარს ან კიდე არ გიყვარს და მაშინ რუსეთუმე ხარ რა გააჯვი რა ვინ დაგპატიჟავს ჩემ ყანაში რატომ მოდი ხარ არ ვიცი მაგრამ ლევან ხაბეიშვილი ცალსახად სწორად აკეთებს რაღაცეებს დაჟე მე დაჟე ვიტყოდი რომ საქართველოში როგორც იქნა ბოლო პერიოდში პოლიტიკოსი გამოჩნდა და იქ ცალსახად ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსი თუ ვინმეზე მეთქმის რო არის ეგ არის ლევან ხაბეიშვილი კიდე მან დავამატოთ ერთი რაღაცა რა ამათ 4 ოქტომბერის რატო ეშინიათ ამ ვითომ ოპოზიციონერებს რომ 4 ოქტომბერს თუ ჩვენ ცადეთ რაღაცა მაშინ დაგვიჭერენ აუφ ოკაი ამ შულბა 4 ოქტომბერს დაგიჭერენ თუ 4 ოქტომბერს არ გააკეთებ არაფერს და 3 თვის მერე დაგიჭერენ რა ჩემ ყალეს ვაფშე შენ დასაჭერი ხარ ისედაც რო რამე მაგრამ ანუ დაგიჭერენ კი ისედაც დაგიჭერენ და რა ვიცი რამ შულბა კი ხა შენ გინდა რომ 4 ოქტომბრამდე ისე მიაღწიო რომ ეგებ ხალხმა ქნას რამე და მე შევიდე პარლამენტში თუ ხალხი თუ არის ამს რაღაცას მე გავიქცევი და ამათ მოსტყუნია დედა რა ეგ აქვს რო და რატო გვაიძულებს ეს ვიღაცა ლევან ხაბეიშვილი რომელსაც ინგლისური არ იცის რატო გვაიძულებს რომ 4 ოქტომბერს რაღაცა გავაკეთო აი გაიძულებთ კი არა ლევან ხაბეიშვილი კი არა ქართველი ხალხი გაიძულებთ და ისა სააკაშვილმა რაც დაპოსტა მაშინ აი ეს რო კატალიზატორი გახდა ყველაფრის რა ეს არის ძალიან კარგი იმიტომ რომ მე ფიქრობდი რომ ეხლა ამათ ესენი რაღაც დისტანციას დაიჭერენ, ანუ ხაბეიშვილი ამათთან ცალსახად არ ერევა და ესენი კიდე ხაბეიშვილთან აქამდე არ ერეოდნენ რა, просто იგი იჯის ოფლელი ინგლისური არის და რა ქვია იქნებოდა ესე და 4 ოქტომბერზე მივიდოდა აქამდე რომ და მე იქნებოდა გადაწყვეტა რომ ან ხაბეიშვილთან ერთად მივდივართ, ან ხაბეიშვილს უშვებთ და შევაკლათ და მე ჩვენ დავშეთ მარტო. მე ესე მეგონა. მაგრამ მიშამ რომ დაპოსტა ის და იმის მერე რომ ეხლა მოხდა ეგ 4 ოქტომბრამდე გაერთიანება გარდაუვალია. ან ხაბეიშვილი მოიწყვნება, ან ესენი მოიწყვნებიან. ესენი მოიწყვნებიან რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხაბეიშვილს უდგას ქართველი ხალხი და ბაბლი უკან. აი ეს რაღაც არ მოხდა რა დროს. მართლა გენიალური ვაში უცხოვრობთ რა ქვია, ტაიმლაინში ხო რა, ეგ ყველაფერი ერთად ეგ ორი რაღაცა ერთმანეთში გადაიკვეთა რა, ვენის დიაგრამით, რომ ანუ ბაბლი და ქართველი ხალხი ერთად არის. მაგრამ ეს ბაბლის ბიჭო საბოლოო ჯამში ხო ანუ ის ხო არ არის მართლა რაღაც ეფემერული რაღაც ცალკე ხო არ არის რა, ეგენიც ახლა წარმოვიგინე რა, კაი ტიპი ხარ რაღაცებს გჯერა 200 დღეა რაღაცას დადიხარ, მაგრამ შენ სამოგივა ეს ყველაფერი ყელში რა. რაღაცა ერთი ადამიანი იტყვის რომ ეს რაღაც გონიყლეობას ვაკეთებთ, ორი იტყვის, სამი იტყვის და ანუ გაჩდება ეგაც რომ ბაბლი საერთოდ როგორ იქნება ხო? ანუ რაღაც ერთი რაღაცა აზრის გარშემო ერთიანდებიან და თუ იმ ბაბლშიც ვიღაცემა დაიწყეს მაგაზე ლაპარაკი და ეგ აზრი მოიხარშა რომ ესენი ყლეები არიან და ლევან ხაბეიშვილის სწორია, მაშინ აბა ვინ უდგას მაგას წინ? ბიბლიური ალეგორია რომ მოიტანოთ, ესა რა ქვია ბაბლმა გაიარა ის 40 წელი რაც მოსეს ებრაელებმა გაიარეს იმიდან ეგვიპტიდან ისრაელამდე ის 40 წელი ბაბლმა გაიარა და აღთქმულ მიწასთან არიან ახლა. ნუ 13 წელი დაჭირდათ, მაგრამ ხო გაიარეს. და ეს 40 წელი არ გასულა იმისთვის, რა ქვია, პოლიტიკური ელიტისთვის. კი, რაც ცალსახად. ნუ კაი, მე მართლა ეგრე ვიტყოდი, რომ ამ ხალხს სვეტში აყლევებდა ეს ელიტა. და აი მართლა ეხლა არის ეგ მომენტი რომ ამათ ვინი მოეთყნათ და ვსიო რა. პრობაბლელი ნუ გამიხდება. ნუ ხელებად ნუ გამოგყავს. არა, ცალსახად ამ ბაბლში იყვნენ ხალხი რომელიც მაგას ხელს უწყობდა რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ სადღაც გადატყდა ეგ ყველაფერი რა და ანუ ბაბლის იმედი რომ უფრო მეტად გაქვს. ვიდრე ანუ უმა გიდევს პირში. ბლად. ვიდრე მოუკიდო და გეკლა. არა, უფრო მეტად გაქვს კი არა. ბაბლის იმედი მე უფრო მეტად მქონდა მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ბაბლი გინდა არ გინდა. უფრო მეტად აგორა, ვიდრე ეს რა ქვია, პოლიტიკური კლასი რა. ვიდრე ის აგორა, რაც ამ რვა პარტიამ გააკეთა. ხო, ანუ ეგ უფრო მეტად ის არის რა. ეხლა მართლა ვიღაცები არიან, რომ ის რა ვიღაცები დაიწყებენ რაღაცებს დაჯმას და რაღაც მომენტში ეგ მოხდება რა. პოლიტიკურ ელიტაში ეგ არ მგონია როდესმე მოხდეს, იმიტომ რომ ეგ ცალსახად იმაზე დგას, რა ქვია. ანუ ეგ ცალსახად ჩაკეტილი სივრცე არის რა. მაგრამ აქ მაინც შემოდის აქეთ-იქიდან სხვადასხვა აზრები და როგორც კი ეს სხვადასხვა აზრები შემოდის, ვიღაცები ფიქრს იწყებენ მაგ რომ მოიცა მე ცოტა ყლეობას ხო არ ვფიქრობ და როგორც კი მაგაზე ფიქრს იწყებ მე ხვდები რომ ხო ანუ ის არ არის სწორი და ეს არის სწორი
და მაგიტო იმუშავა საბოლოო ჯამში რა ნუ მაბლი მაინც ინტერნეტ მოვლენაა მაგაგებით იმიტომ რომ ბაბელში აღწევს გინდა არ გინდა ეს განსხვავებული აზრები ხო კი ბატონო ანუ საბოლოო ჯამში რა ვიცი რა მე გახსოვს არა მაგრამ შენ მაშინ ესე ახლოს არ გიცნობდი მაგრამ ვიცნობდი ჩვენს ორ საერთო მეგობარს მას რა ქვია ორივე ემიგრანტი ერთი ემიგრანტია უკვე და მეორე ემიგრანტი მომავალი ემიგრანტი ხო რომელსაც მე ვეუბნებოდი რომ ხალხეშვილი არის ძალიან კარგი არჩევანი ნაციონალური მოძრაობისთვის თქო 2023 წელი იყო ანუ 2 აღარ მახსოვს რაღაცა წელი იყო რა და არჩევნები იყო ნიკა მელიასა და ხაბეშვილის შორის ხო ეგ არჩევნები მახსოვს კი ხო მაგრამ შენ არ გიცნობდი მაშინ არა ხო ხო და ბრალოთ იმას მე მაშინ იმ ჩვენ ორი იმიგრანტ მეგობარს ვეუბნებოდი რომ ხაბეშვილიც ასახად უკეთესია და არა ბიჭო ინგლისური არ იციან და რაღაცა და აიცის მაგას იმონ ინგლისური ჩემი და იასი და რავი მე მაშინაც კი ვამბობდი ხაბეშვილი რომ სწორი არჩევანი იყო თქო და მე ზოგადად ძალიან მაგარი პოლიტიკური ალღო აქვს მოდი ესე ვთქვათ მაგრამ ნუ ანუ ის არის რომ ვერ ხვდები მე არ მესმის ხაბეშვილის გაშვების მომენტი ანუ თავმჯდომარე რატო აღარ არის მაგას ვერ ხვდები ეგ არ მესმის ეგ რავი ბევრი ვარიანტია მან შეიძლება რავი თვითონ არ უნდა პროსტა თავმჯდომარეობა შეიძლება ხო ცალსახად ბევრად უკეთესია ისე თვითონ მაგისტვის თავმჯდომარე არ არის იმიტომ რომ თავისისთვის რაღაცების გაკეთება შეუძლია ისე რომ ძალიან ნაციონალურ მოძრაობას არ შეეტანოს რაც ანუ ნორმალურია ეგ მესმის ახლა რაღაც პარტიაში უნდა იყოს ტიპი რომელიც გაბრაზებულია და ტიპი რომელიც მოდერატი არის ახლა ძალიან ნორმალურია ეგ მაგრამ როდესაც პოლიტიკური განკითხვის დღე მოვა არა მან პარტიამ ცალსახად იმ ტიპს უნდა დაუჭიროს ხარი ჯერ ზოგადად პარტიულ სტრუქტურაში ეგრე არის სწორი იმიტომ რომ ის ბოლო შენიანია და ის თუ იწირება შენ რას აკეთებ ამ დროს კაცო ანუ ის ხარეს დგები რა ანუ ექსირობაა ცალსახად რა თლიანად რეიტინგს ინადგურებ და იმასაც უნადგურებ რეიტინგს და გარდა მაგისა ანუ პოლიტიკური კლიმატიც ეგრეა რომ ხალხი ლეონის ხარეს არის და ეხლა ამ შემთხვევაში პარტიის მხრიდან ის რომ ხო არა ეს რაღაცა საშუალო პოზიციაში დგომა ძალიან ყლეობა იქნება რომ მე ძალიან გამიტყდებოდა ეგეთი რაღაც რომ მოხდეს რა გამიტყდებოდა ერთია კაც მეორე არის ის რომ ნაციონალურ მოძრაობას ეგეთი რაღაცა არ გაგვიქცევ ანუ მე თუ გააკეთე ნაციონალურ მოძრაობა მოარის დღეში იქნება ვიდრე ოქტომბერს იყო 2012 წელს ხო იმას გადაურჩა და ამას ვერ გადაურჩება ეგ თუ ეგრე მოხდა ხო და რაღაცის თქმა მინდოდა ეხლა და დამავიწყდა. კაი რას მეუბნები ჩემი ნებასწინო. რატო დამავიდე? ის თქმა მინდოდა. რაზე? ლევან ხაბეიშვილზე. ბიჭო მაგარი რა იქნება ის 3 ოქტომბერს რო აღმოჩნდეს რომ ლევან ხაბეიშვილმა ინგლისური იცის. 3 ოქტომბერს რო bilingual პოსტი დადოს Facebook-ზე. For English scroll down. ოქტომბერს რო გამოდით და უპერფექტესი ინგლისური აქცენტით რო ლავარაკობს რო მიმართავს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არა, უპერფექტესი ინგლისური აქცენტი კი არა, ქოქენი აქცენტით ლავარაკობს. Oh, you fucking know. You fucking Euro Parliament or some fucking shit. You gonna fight, man. You gonna fight, man. You fuck or die, man. Listen here, you fucking cunts. I'm doing this shit, you fucks. ხო, მოკლედ, ბოლო ეპიზოდში ლევან ხაბეიშვილმა ინგლისური იცის, ეგ არის მაგარი. ხო, არ ვიცი. ნუ ერთის მხრივ კარგია, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იმიტომ რომ ოდესღაც მაინც მოხდებოდა და იდეაში ჯობია რომ ეხლა დაიწყოს ამაზე საუბარი და გადაწყდეს წინასწარ ვიდრე ხო 3 და 2 ოქტომბერს და 1 კვირით ადრე ეს ცალსახად კარგია და გამოჩნდება ყველაფერი ვისკენ ვინ არის და ვის მეტი მხარდაჭერა აქვს ეს ერთი მაგრამ მეორეს მხრივ ტრაგიკულია იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი მართლა არ გამოვიდა ისე როგორც ქართულ ხალხს უნდა ეს ყველაფერი გადავადდება კაცმარიცის როდემდე ეს ერთი, მაგრამ სათქმელი მაინც იქნება ქართველ ადამიანს, რომ სწორია. ხო, და სცადე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არასდროს აღარ მოხდება. მაგის არ ამჯერა, ეგეთი პესიმისტი არა ვარ, პესიმისტი ვარ, მაგრამ ეგეთი არა. ხო. ოდესღაც მაინც მოხდება. და როცა იქნება, ხამი თუ არ იარსებებს, რაღაც გადაცემა იარსებებს, რომელშიც მე ვიტყვი, რომ აი თქვენ დედას შევეხ. ვიც ამას ხელი შეუშალეთ. არა, კაცო, საბოლოო ჯამში
მაგაზე უკეთესი სათქმელი ხა მე ყველაზე კარგად ვიცი ეგ საქართველოში რა აი ხო გეუბნებოდით ზე უკეთესი სათქმელი ფრაზა არ არსებობს არა ბიჭო კაი რა მართლა რა აჭერს თო დავიღალეთ ხალხი ლასეწევით თო არა ხო ეგრე არის ანუ რა ხო გეუბნებოდი რაღაც პონჩი ჯობია შენთვის რა ძალიან ესე ღრმა ეგოისტურ დონეზე გირჩევნია რომ ეგ კონდეს სათქმელი რომ ხო გეუბნებოდი ვიდრე მოგისმინონ და მე შენი აზრით იმოქმედონ იმიტომ რომ მე მაგის თქმა აღარ შეგიძლია რა შეგიდე თუ არა ამას ვერ აკეთებ მან რა ვიცი ლევან ხაბეიშვილს ახლა ძალზახად შეუძლია თქვას რომ ხო გეუბნებოდი და ნუ მოკლედ 4 ოქტომბერს შევხვდებით ძვირფასო ქართველო ლევან ხაბეიშვილის დროშის გაუმარჯოს ლევანს გაუმარჯოს ოპა ეს არ გამოჩნდა კამერებში არა უშო ჩვენ ჭექები მივაჭახუნეთ კი გაკოცე ჭიქაზე ასევე ასე ხერი დაგვეცალოს ჩვენ ქართველებს კი ბატონო და ლევან ხაბეიშვილს არ ჩვენ ქართველებს კი ბატონი